ბროტი, აცეტონი, ბენზინი, ლირიკა, ასანთი, სპირტი, იოდი ეს იმ კომპონენტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საქართველოში კუსტარული ნარკოტიკის დასამზადებლად გამოიყენება. შედეგი სავალალოა. მხოლოდ ფსიქოტროპული კოქტეილის ნიანგის ინექციის შედეგად ათობით ადამიანის სიკვდილის პირას მივიდა და მათი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ერთდღიანი სიამოვნებისათვის ეს ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე დებენ. ნარკომანიის პრობლემა საქართველოში. ებრძვის თუ არა სახელმწიფო ამ პრობლემას ადეკვატურად და რა შეიძლება იყოს გამოსავალი? კიდევ უფრო მკაცრი საქციების დაწესება თუ ნარკომანიის დეკრიმინალიზაცია და მსუბუქი ნარკოტიკების, მაგალითად მარიხუანას ლეგალიზაცია. ნარკომანია და საქართველოს დღევანდელი ჩვენი დისკუსიის მთავარი თემაა. საღამო მშვიდობისა. ეს არის ток-შოუ 100 გრადუსი ცელსიუსით. მე ვარ ჟურნალისტი ნოდარ მელაძე და მხოლოდ იმედის არხზე წარმოგიდგენთ. მოხდება თუ არა საქართველოში მარიხუანას ლეგალიზაცია? ყველაზე ცხელი ток-შოუ ბოლო დროის ყველაზე აქტუალური თემის შესახებ. აკრძალული ნარკოტიკი რომ ხელმისაწვდომი მიიღოს, ან მივფროდი მტარიდან თქვენ. მე სიცხეში მირჩენია მარიხუანა სიცივეში, არაყი და სითბოში ღვინო. არავის საქმეა რა ვერას მოწევ. ისინი არ მალავენ რომ თავადაც მოიხმარენ მარიხუანას და სტუდიაში მოდიან რათა გიამბონ რატომ უნდა გახდეს მწვანე ბალახი ლეგალური. ალი და მე ჩახსოვს ციხეში. ეგეთ სიმღერაზე გიცეკვია ზოგი უბერავს რა გან. კი, დაგხარებიათ, კაი ხასიათი რამე ხარ? მოწოულს მაგ დაწერილი. სიკვდილისათვის განწირული სიცოცხლე, კუსტარული ნარკოტიკები და მათ დასამზადებლად საჭირო მედიკამენტები, რომელსაც თბილისში შეზღუდვების გარეშე ყიდიან. 250-იანი მომწანილი გარა. პარასკევს და მხოლოდ იმედზე მარიხუანა და საქართველოს ყველაზე ცხელ ток-შოუში. ეს და სხვა კიდევ ბევრი აქტუალური თემა მომდევნო საათნახევრის განმავლობაში ყველაზე ცხელი ток-შოუს ეთერში. მე მივესალმები დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრებს. მადლობა მათ, ვინც შემოგვერთა და დღევანდელ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობს. თავდაპირველად მინდა ვისაუბრო იმ მსუბუქი ნარკოტიკის შესახებ, თუ შეიძლება მას მსუბუქი დავარქოთ, რომელიც კუსტარული წესით მზადდება, შეიცავს ძალიან ბევრ ინგრედიენტს, თუ შეიძლება ასე დავარქოთ, მათ შორის ასანთის ხერიდან დაწყებული, თავისი საწვავის ჩათვლით დამთავრებული, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ძალიანებს. ქალბატონო მარინა, როდესაც ადამიანი იღებს მსგავსი ტიპის ნარკოტიკს, რა შედეგი დგება და რამდენად ხშირია, როდესაც თქვენ მოგმართავენ მსგავსი ადამიანების შემდეგ უკვე დახმარების თხოვნით? მოგესალმებით, ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე დისკუსია გადაწყვიტა ჩვენმა ტელევიზიამ, რადგან ამის გარეშე ძნელია რომ მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. მე ამ შემთხვევაში ვარ ნევროლოგი და შევეცდები ის საშიშროება მოგახსენოთ, რაც ახლავს ნარკოტიკის გამოყენებას უშუალოდ არა. აი ნარკოტიკის დამზადების პროცესში გამოყენებული ნივთიერებების მავნე ზემოქმედებას თავის ტვინზე, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება ითქვას შეუქცევადია. რადგან თქვენ დაიწყეთ ესეთი კუსტარულ ნარკოტიკებზე საუბარი, აი ის რასთანაც მე მაქვს თქვა კავშირი როგორც ნევროლოგს, ეს არის პერმანგანატი, ანუ ეგრეთ წოდებული მარგანეცი, მარგანცოვკა, მისი გამოყენება ნარკოტიკის დამზადების პროცესში. მას მე ხლა ეს ყველაფერი ვიცი მონათხრობით, ასე ვთქვათ, პაციენტებისაგან, მას იყენებენ, რათა გამოყონ პრეპარატები და ამ შემთხვევაში ეს არის ძირითადად გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომელშიც შედის ფსევდოეფედრინი, აი ეს გამოყონ აი ამ ტაბლეტიდან და შემდეგ უკვე პერმანგანატზე, ანუ მანგანუმზე შეკავშირებული ეფედრინი შეიყვანონ ვენაში. რა შედეგი დგება? აი ამის შედეგად რა შედეგი დგება? ყველაზე დრამატული და ტრაგიკული ის არის, რომ პერმანგანატი, ანუ მანგანუმი ლაგდება თავის ტვინის ქერქვეშა ბირთვებში, ეს არის გარკვეული სტრუქტურები თავის ტვინში და ძალიან მარტივი გასაგები ენით რომ გითხრათ, იწვევს პარკინსონის განვითარებას. და პარკინსონი ოღონდ ცოტა განსხვავდება იმ ტრადიციული პარკინსონის დაავადებისაგან, რომელიც ასე ვთქვათ არის ასაკობრივი ადამიანების ხვედრი. როდესაც ადამიანი მსგავსი ტიპის ინექციას მოიხმარს, ამის შემდეგ შეუძლია თუ არა უკვე ექიმებს ამ ადამიანის გადარჩენა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ დღის კვირის განმავლობაში 4-5 პაციენტი მაინც გაკითხავს. ყოველ შემთხვევაში აი მაგალითად მე მინდა გითხრათ რომ აი დღეს პარასკევი, აი ამ კვირის განმავლობაში ჩემთან 4 ასეთი პაციენტი იყო. ეს არ არის ცოტა დამერწმუნებით. ყოველთვის ასეთი ხშირი არ არის მომართვიანობა, მაგრამ ესეთი პაციენტები ექიმს მიმართავენ
არა ნარკოტიკის გამოყენების გამო, არა იმის გამო, რომ მათ უჭირთ სიარული, უჭირთ მეტყველება, აქვს ძალიან ტიპიური სიმპტომი, აი პირდაპირ ხელი რო თითი რომ მიადო, აი ამ ბრგევაშკაც ის უკან ვარდება. ეგრეთ წოდებული რეტროპულსია ქვია ამას და აი ამის გამო, როგორც უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ისინი მოდიან ჩვენთან, მათ უკვე ნარკოტიკი აღარც ახსოვთ, იმდენად ცუდად არიან. შეიძლება მათი გადარჩენა თუ ისიც რა შეუძლებელი. გადარჩენა ისინი სიცოცხლე შეიძლება შეუნარჩუნოთ და როგორც წესი ისინი საკმაოდ დიდ ხანს ცხოვრობენ ამის მერე, მაგრამ აქ ლაპარაკია რომ ისინი ახალგაზრდა მამაკაცები შესაძლებელი უკვე ისეთი ინვალიდები გახდნენ რომ ამ სიმპტომების განვითარება ხშირ შემთხვევაში პრაქტიკულად შეიძლება თქვას რომ შეუძლებელია. სიცოცხლე შეუნარჩუნო ნამობს ქალბატონი მარინა ჯანელიძე, თუმცა ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ ყველაფერს მოაქვს ფატალური შედეგი. ნანუკა ჟორჟოლიანი არის ჩვენთან ერთად სტუდიაში, რომელიც ძალიან მძიმე ისტორიით მოვიდა ჩვენთან ერთად. მე ვიცი რომ სწორედ მსგავსმა კომბინაციამ კოქტეილმა შენ ძალიან ახლო მეგობარი იმსხვერპლა. კი, ძალიან ახლო ბავშვობის მეგობარი, სწორედ თქვენ აღნიშნეთ აქ არის მთავარი, თუმცა გარდაცვალებამდე იყო ძალიან რთული პერიოდი, როდესაც რეფლექსების დაქვეითება მოხდა, ეს იყო მოძრაობა, გადაადგილება და ამ შემთხვევაში მაინც ალბათ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი არის და გამაოგნებელი ჩვენთვის რაც არის, ეს არ არის მარტო რომ ესე ამზადებენ. თურმე ხდება ისე რომ ამზადებენ და ამას შემდეგ ყიდიან. ეს იყო ჩემთვის ანუ ერთი როდესაც შეძენა ხდება და მეორე როდესაც ჩვენ ანუ ვიკითხეთ საიდან იყო იმ წუთას ხელმისაწვდომი იმ ადამიანისთვის ისეთ მოკლედ არ მინდა დავა კონკრეტო იმიტომ რომ ალბათ არ არის სასიამოვნო მისი ოჯახისთვის ახლა გაგება ინფორმაცია სატელევიზიო ეთერში ახლა გამოცხადება სახელის და გვარის მაგრამ მაშინ გავიგეთ რომ ეს არ ჩაოლებრივად მიუტანეს ჩაოლებრივად სახლში გამოსავალი რა არსებობს ბატონო ამ სიტუაციაზე ეხლა მე უნდა გითხრათ ასეთი რამ იცით რომ რამდენიმე თვის წინ გაერომ შექმნა სპეციალური კომისია, სადაც შედიოდა ყოფილი პრეზიდენტები, შედიოდა საგარეო საქმეთა მინისტრი ყოფილი და ასე შემდეგ, ეს გადამდგარი ხალხი 20 კაცი, რომელსაც სწორედ ეს ქნა დავალებული, რომ დასკვნა რა უნდა გავაკეთოთ. Ну, დასკვნა გააკეთეს ასეთი, მე სპეციალურად ვამბობ, რომ აქ მე ვიცი, რომ სხვაზეც მიმდევრები არიან, რომ იქნება ხასუსვა რომ იქნება რომ ზოგიერთ სახელმწიფოში ვცადოთ დეკრიმინალიზაცია მარიხუანას მოხმარების იქნება ვცადოთ ექსპერიმენტი ხასუსვა და ძირითადად კი არის ის რომ მაქსიმალურად უნდა განვითარდეს მეცნიერული ასპექტი. დიახ, გაეროს დასკვნაში მე მკითხულობდი სანამ ჩვენი გადაცემა დაიწყება, ზუსტად ასეთი ფორმულირება გვხვდება. გაერო ფიქრობს, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩადებული მილიარდები ეს არის რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლამ განიცადა კრახი. ამიტომ საჭირო ახალი რეგულაციების მოფიქრება, მათ შორის ნაწილობრივი რეგულაცია. თქვენი ციტატა არ არის სწორი, ეს არ არის გაეროს აზრი. გაეროს სპეციალური კომისიის პრინციპულად პრინციპულად განსხვავებული ამბავი. ერთია გაერომ რო შექმნა კომისია და მათი აზრი და მეორე არის გაეროს აზრი და სხვადასხვა გაეროსთან არსებული კომისიის აზრი, რომელმაც ეს დასკვნა მოუწოდა გაეროს. კი ბატონო, მაგრამ ეს კომისიის აზრია და არა გაეროს აზრია. ამაზე მშვენიერი პასუხი გასცა ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლიკოვსკიმ, რომლის დასკვნაც ასეთია, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი მასალა მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ ამბობთ, რომ მოდი ჯერ დაუშვათ დაავადება, ნუ შეუშლით ხელს დაავადების გავრცელებას და მერე ვიფიქროთ მის კურნალობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მოხდება ნარკოტიკის მიღება დეკრიმინალიზაცია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თვალს ვუჭავთ დაავადების გავრცელებაზე და მერე ვიფიქროთ როგორ უმკურნალოთ. მე ამის ეხლა გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ მთლიან ბლოკს დავუთმობ. კი თუ არა პასუხს კითხვაზე უნდა მოხდეს თუ არა თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ქვეყანაში, თუმცა მანამდე თავად პრობლემის შესახებ ვისაუბროთ გადაცემის პირველ ნაწილში, რამდენად მტკივნეულია ეს პრობლემა საქართველოში, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გაიგებ, რომ ადამიანების ერთი ჯგუფი, რომელიც ადრე ძლიერ ნარკოტიკებს მოიხმარდა, ახლა გადავიდა და აფთიაქში სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებისაგან მიღებულ ნარკოტიკს მოიხმარს, რომელსაც კიდევ უფრო სავალალო შედეგი მოაქვს. კი ბატონო, მე უნდა მოგახსენოთ, რომ თუ ჩვენ საერთოდ დავსვამთ საკითხს, სიტუაცია საქართველოში როგორია, მე ჩემ ას მოგახსენებთ, რას ნიშნავს ჩემი აზრი, იმას ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ნაწილობრივ ეყრდნობა ოფიციალურ მონაცემებს, ვინაიდან ბოლო და ერთადერთი ეპიდემიოლოგიური შესწავლა მოხდა რამდენიმე წლის წინ და ამ ეპიდემიოლოგურმა შესწავლამ დაგვანახა
ყველა ნარკოლოგი შევთანხმდით მაშინ ამ საკითხზე, რომ დაახლოებით 40,000 ადამიანი არის პრობლემური ნარკომანი არის საქართველოში. ეხლა მე მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ აი თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დასვით, აფთიაქში ყიდულობენ და უარესია და კი ბატონო, მე კიდევაც ხუმრობდი ამის შესახებ, რომ ხო არ გავაკეთოთ პოლიციას, რომ ჰეროინის შემოტანა დაიწყოს, რომ ასე ვთქვათ, არ დაიწყონ აფთიაქში ყიდვა და ასე შემდეგ. გასაგებია რა. ანუ აკრძალვამ უკუგება გამოიწვია, რეალურად შედეგი დადგა უფრო უარესი, ხო? არა, ესე იგი, საიდან აკეთებთ ამ დასკვნას? პირიქით, არაფერი უარესი შედეგი არ გამოიღო, ესე იგი, შედეგი გამოიღო დადებითი. 1000 ადამიანი, ვისაც ხელმისაწვდომი იყო ნარკოტიკი აღარ არის. ხო და ის რომ ვიღაცა ბოდიში და ნაკლებად ჭკუატყოფელი იმას რა ქვია საშინელებას აქვს. ჟავას ჩაასხამს და იმ ჟავას შეუყავს ორგანიზმში, ამას ბატონო ვერავითარი სისტემა ვერ აღუდგება წინ. მე უნდა გითხრათ, რომ ყველა ქვეყანაში, ყველა დროს ეს ცნობილია, უბრალოდ დრო არ დავკარგოთ, არის ხალხის კატეგორია, ვისი ადაპტირებაც ვერ ხდება. არსებობდა ხო და ყველა ეძებს რაღაც გამოსავალს და ვიღაცა კრაკალიც იქ. გასაგებია, თუმცა ბატონო გელა მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ რაც თუნდაც ლირიკას ამ მსგავსი შემცველობის მედიკამენტების აკრძალვა მოხდა, ანუ ის რეცეპტოდ აღარ უნდა გაიცემოდეს აფთიაქებში და ეს რეგულაცია შემოიღო ჯანდაცვის სამინისტრომ, აღმოჩნდა, რომ ეს პრეპარატები აფთიაქებში რეცეპტოდ მაინც იყიდება, უბრალოდ მათი ფასი გაიზარდა. ახლა მე სტუდიაში დავპატიჟებ ჩვენს კორესპონდენტ ნათია სონღულაშვილს, რომელმაც მცირე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა ამ თემაზე. ნათია სონღულაშვილი სტუდიაში. მადლობა ნათია რომ შემოგვერთდი. მე ვიცი რომ თემაზე მუშაობის დროს 5-დან 4 აფთიაქში შენ ძალიან თავისუფლად შეიძინე აკრძალული მედიკამენტი ლირიკა, რომელიც წესდა კანონით უნდა იყიდებოდეს მხოლოდ რეცეპტით. მოგვიყვები როგორ ჩაატარა ეს ჟურნალისტური ექსპერიმენტი. აკრძალვის მიუხედავად, ანუ 4 აფთიაქში არც კი ვკითხეს, არც რეცეპტი, ან ვისთვის გვინდოდა ეს წამალი, ძალიან თავისუფლად ჩვეულებრივად ვიკითხეთ, რომ ლირიკა გვინდაო და მოგცეს. და შემდეგ კითხვაზე თუ რატომ და გააკეთეს ეს და რატომ ყიდიან ეს ამ წამალს, პასუხი ვერ მივიღეთ. თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც იმ ერთადერთ აფთიაქში სადაც უბრალოდ უარი კითხეს, რომ მოეცეთ ლირიკა, შენ შემოგთავაზეს ლირიკის მსგავსი სხვა მედიკამენტი, იმის გამო რომ უბრალოდ ეს წამალი არ ქონდათ. კი, იყო ესეთი წამალი ჰელიმონი არის, რომელიც იგივე შემადგენლობის არის, რაც ლირიკა და ლირიკა არ გვაქვსო და შესთავაზეს ჰელიმონი. ნათია, როგორც შენ გაარკვია ამ გამოძიების პერიოდში, უბრალოდ ტარიფები არის განსხვავებული, რაც უფრო რთულად მოიპოვება თუნდაც ლირიკა, მით უფრო იზრდება თითო ტაბლეტის ფასი. კი, 7, 8 და 10 ლარით შეგიძლიათ შეიძინოთ ეს წამალი ლირიკა. როგორ ვიყიდოთ მედიკამენტი, რომელიც რეალურად განკუთვნილი არის ეპილეფსიის სამკურნალოდ, თუმცა მას თბილისში სხვა დანიშნულებისთვისაც იყენებენ. ნათია სონღულაშვილის რეპორტაჟი ამ თემაზე. 250-იანი მომეცანი ლირიკა რა. 350-იანი არა? 300-იანი მომეცანი. 300-იანი გქონდა. 2 წელი მომეცანი. აკრძალული პრეპარატი რეცეპტის გარეშე თამარ მეფის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შევიძინეთ. კანონის თანახმად ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აქ მკაცრი კონტროლით უნდა ყიდნენ. თუმცა ჩვენმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ შვილად მედიკამენტ ლირიკას შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ჟურნალისტური გამოძიების დროს მედიკამენტი ლირიკა რეცეპტის გარეშე მოკვიდეს ასლანიძის ქუჩაზე მდებარე აფთიაქში. წამალს, რომელსაც წამალდამოკიდებული ადამიანები ნარკოტიკული თრობისათვის იყენებენ, ყველა აფთიაქში არალეგალური გაყიდვებისას სხვადასხვა ფასი აქვს და 7-დან 10 ლარამდე მერყეობს. 250-იანი მინდა რა ლირიკა რა. რეცეპტის გარეშე ყიდიან ლირიკას ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქშიც, თუმცა საკონტროლო შესყიდვის დროს ჩვენ გვითხრეს, რომ ლირიკას მარაგი ამოიწურა. თუმცა მოქალაქეს, რომელიც ფარმაცევტს წამალდამოკიდებულად გაეცნო, ჰელიმონის შესთავაზეს, რომელიც ლირიკას შემცველობისაა. ფარული გადაღების შემდეგ ჩვენ აფთიაქებს, სადაც წამალს ურეცეპტოდ ყიდიან, კომენტარი ვთხოვეთ, თუმცა პასუხი კითხვაზე, რატომ არ სთხოვენ კლიენტს რეცეპტს, აფთიაქებში არ აქვთ. ურეცეპტოდ რატომ ყიდს? ლირიკა და ჰელიმონი ეპილეფსიის საწინააღმდეგო და ნეიროპატიული ტკივილების გამაყუჩებელი პრეპარატია, მაგრამ ხშირად მას წამალდამოკიდებული ადამიანები იყენებენ. დიდი დოზით ლირიკას მიღება განგრენას, ფსიქიკურ ცვლილებებს და ღვიძლის დაშლას იწვევს. ასეთი ამ მდგომარეობა თბილისში ეს იყო ნათია სონღულაშვილის რეპორტაჟი, რომელმაც 5-დან 4 აფთიაქში თავისუფლად შეიძინა მედიკამენტი, რომელიც წესით უნდა იყოს აკრძალული და იყიდებოდეს მხოლოდ რეცეპტით, თუმცა ის რეცეპტის გარეშეც იყიდება. ბატონო გელა, ამ სიტუაციაში რა გამოსავალი არსებობს? ანუ სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართებაში არის სუსტი? მე უნდა მოგახსენოთ, მე მაქვს ჩემი აზრი, რომელსაც მე რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი მათ შორის ტელევიზიით, ეს აზრი მდგომარეობს შემდეგში.
უნდა გაიყიდოს ასეთი ტიპის საშუალებები პირადობის მოწმობის საფუძველზე. პირველმა უნდა მიაკითხოს პირადობის მოწმობით და უნდა გაეცეს მხოლოდ პირადობის მოწმობის შემდეგ. გარდა ამისა, უნდა იყოს მონაცემთა ბაზა აფთიაქის და ამით მონაცემთა ბაზაში უნდა იყოს ყველა ის საშუალება, რომელიც აფთიაქში უნდა იყოს. დღის ბოლოს უნდა ჯამდებოდეს ეს სისტემა არსებობს და არ არის რთული. რატო არ კეთდება ეს ყველაფერი? აი რატო არ კეთდება ძალიან კარგი შეკითხვაა და მე ვფიქრობ რომ ალბათ ესე იგი გარკვეული დრო არის საჭირო რომ მენტალიტეტი ჩამოყალიბდეს. კალიფორნიაში მაგალითად ფიქრობენ რომ ასეთმა სისტემამ აი რომელზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ მნიშვნელოვანი წინსვლა შედეგად მნიშვნელოვანი წინსვლა მოხდა ნარკომანიას და ბრძოლის თვალსაზრისით. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. რეალურად სიტუაციიდან გამოსავალი და ბრძოლა გრძელდება უკვე 10 წელზე მეტია. მე მინდა საზოგადოების წარმომადგენლებს კითხო, რომლებიც ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად შემოგვერდნენ, გიორგი ნიკოლაძე, გიორგი გურგულია, რეალურად მსგავსი სიტუაციიდან რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში? მე ვთვლი რომ გამოსავალი ერთია, იმიტომ რომ ეხა აფთიაქში შედის ადამიანი და შეიძლება მას მართლა ეპილეფსია ჭირდეს. მისთვის ეს პროდუქტი ძვირდება, რომელიც არის ეპილეფტიკი. და საერთოდ მე მგონია რომ აკრძალული ხილი საერთოდ არის ყოველთვის სანატრელი. ჩვენ რასაც არ აუგზავნოთ, ანალგინი რო აუგზავნოთ, ანალგინზე იქნება დამოკიდებულება. ადამიანები საერთოდ მე ვთვლი რომ ნარკომანია არის დაავადება. ეს არის მანია. ადამიანები, რომლებიც არიან დაავადებულები, მათ სჭირდებათ კურნალობა. გიორგი გურგული ამბობს, რომ საქართველოში საჭირო ამ ყოველფრის კურნალობა. ირაკლი გამყრელიძესთან მინდა გადავიდე კითხვით. რეალურად არსებობს ახლა საქართველოში კლინიკები, ადეკვატური მომსახურება და კურნალობის ეფექტური მეთოდები იმისთვის, რომ ამ ადამიანებისათვის რეალური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მოხდეს? რა თქმა უნდა არსებობს. თუმცა ალბათ უნდა ვისაუბროთ მოცულობაზე, რომელიც ადეკვატური უნდა იყოს იმ მდგომარეობის, რაც ქვეყანაშია. ყველაფერი ის, რაც ასე ვთქვათ, ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დღემდე, გარკვეულწილად ფარავს შეიძლება ვთქვათ აი პრობლემური ინექციური მომხმარებლების რაღაც ნაწილს. თუმცა ძალიან დიდი ნაწილი რჩება ამ დახმარების მიღმა. მიზეზი რა არის? მიზეზი ამის არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის თვითონ ამ საკითხის პრობლემურობა, რაც ნარკომანიასთან არის დაკავშირებული და ნარკომანის თვით, ასე ვთქვათ, გამომჟღავნება სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვის სახით, თუნდაც. მეორე ეს არის, რა თქმა უნდა, არასაკმარისი მოცულობა ზოგადად იმ სამედიცინო დაწესებულებების, რომლებსაც შეუძლიათ კომპეტენტური დახმარება გაუწიონ ნებისმიერ შემთხვევაში. და მესამე ეს არის ჯერ კიდევ მე ასე დავარქმევდი ჩანასახში არსებული ის სარეაბილიტაციო სერვისები, რომლებიც საქართველოში ძალიან დიდ განვითარებას საჭიროებს. ანუ რეალურად ახლა მდგომარეობა არის ისეთი, რომ ბატონი გელა საუბრობს, რომ 40,000 პრობლემური ნარკომანი არსებობს ქვეყანაში. თუ მაგალითად სახელმწიფო დაიწყებს თუნდაც მათ იძულებით კურნალობას, ამის საშუალება არ გაგვაჩნია, იმიტომ რომ კლინიკები ამდენი არ არის, მით უმეტეს არსებობს სარეაბილიტაციო სერვისების პრობლემაც. რა თქმა უნდა, დავამატებდი ერთ რაღაცას ვიტყოდი. დღეს საქართველოში არსებული სამედიცინო სტატისტიკი ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ყოველთვიურად სხვადასხვა სახის სამკურნალო პროგრამებში, ის რაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია, მონაწილეობს დაახლოებით 1500-დან 2000-მდე ნარკომანიით დაავადებული პირი. სამკურნალო სარეაბილიტაციო, ეს გულისხმობს ჩამწვლებით თერაპიის პროგრამასაც, ეს გულისხმობს სარეაბილიტაციო პროგრამებსაც, ეს გულისხმობს სტაციონარულ პროგრამებსაც და მთლიან ციფრს ვიძახი. აი 40,000-ის მიმართებაში, რომელზეც იყო საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ცოტაა და ბევრად უფრო მეტი უნდა იყოს ესეთი პიროვნებების რიცხვი. თუმცა, აი კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შეიძლება იყოს დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული ან კანონმდებლობის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული, იმისთვის რომ იყოს ეფექტური, ჩვენ უნდა შევქმნათ ალტერნატიული სერვისი, ალტერნატიული გარემო, რომელშიც ყველა ის პიროვნება. ვინ უნდა შექმნას ეს ყველაფერი? ეს უნდა შექმნას ეტაპობრივად სპეციალისტებმა, სახელმწიფომ, არასამთავრობო სექტორმა, ბიზნეს სექტორმა, თუნდაც. ძალიან დიდი მადლობა. ხალბატონი ხათუნა, რომელიც შემოგვერთა სტუდიაში, ხალბატონი ხათუნა, არსებობს თუ არა გამოსავალი ამ სიტუაციიდან, თუნდაც დეკრიმინალიზაციაში, როდესაც ისინი გამოცხადებიან არა დამნაშავეებად, არამედ ავადმყოფებად. იცით რა,
დეკრიმინალიზაციის გარკვეული რაღაცა ეტაპი ჩვენ საქართველოში უკვე გატარებული გვაქვს. იგივე ჩანაცვლები თერაპიის პროგრამები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ოპიოიდებს დამოკიდებული ადამიანი არის ავადმყოფი. დეკრიმინალიზაცია არის თუ არა აუცილებელი იმისთვის, რომ ამ პრობლემის წინააღმდეგ მოხდეს ბრძოლა და ადამიანი, რომელიც დამოკიდებულია და თავისი თავის ტყვე ხდება, იმიტომ რომ ის ფიზიკურად ვეღარ ძლებს ამ წამლის გარეშე, რეალურად გამოცხადეს ავადმყოფად და არა დამნაშავედ, იმიტომ რომ ციხეში ალბათ ამ ადამიანებს ვერავინ ვერ უმპურნებდა. თქვენი გადაცემა ძალიან ფართოებსმენელი იყოს. საკითხის დაყენება უნდა იყოს სწორი მიდგომა რა. თუ ჩვენ რატო ხდება ეს რატო ხდება დაჯარიმება? განა იმიტომ რომ ეხლა სახელმწიფო დაძდებს რომ იმიტომ ხდება დაჯარიმება რომ მოდი რა იმკურნალო. ნუ მაჯარიმებიებ თავს. მე ერთ-ერთმა მომხმარებელმა მითხრა მაგალითად, მე გიყვებოდი კიდე ჩენოდარ, არ არსებობს ყოფილი მომხმარებელი, ისევე როგორც არსებობს ყოფილი პოლიციელი და ყოფილი კანონიერი ქურდი. არსებობს მომხმარებელი. ეს პრობლემა მუდმივად შექცევა, მუდმივად შეიძლება ამას მიუბრუნდეს. ამიტომ მოდი ვიტყვი მომხმარებელს, რომელიც დღეს დროებით კარგად იქცევა. იცი რა, აი მეშინიაო და ვერ მეშინიაო, ვეღარ ანუ არ არის ეგრეთ წოდებულ მოძრაობაში, რომ წამალი მოიპოვოს, იმიტომ რომ მას აქვს იმის საშიშროება, რომ დაიჭერენ. ფაქტია, რომ ამ პოლიტიკამ სიშის სინდრომის დანერგვამ კარგი პრეცედენტები შექმნა იმისა, რომ ადამიანს ეშინია, ეს თავისთავად არის კარგი. და მოდი მინიმუმ ყველაზე კარგი ამით მივიღეთ, რომ უფრო ცოტაჯერ ბედავს, ვიდრე გაბედავდა, მაგრამ აქ არის ჩემთვის ერთი მთავარი საკითხი. ძალიან რთულია ადამიანს, რომელსაც უდევს რაღაც გარკვეული რაოდენობის სუბოტექსი თუ ჰეროინი თუ არ ვიცი რა, ის გარკვეული ძალიან რთულია, მაგრამ ერთი რაც ზუსტად ვიცი. ჩემი პოზიცია რაც არის, მარიხუანა არაფერ კავშირში არ არის ამ ყველაფერთან. ეს არის ცალკე თემა, რომელიც უნდა განიხილებოდეს აბსოლუტურად სხვა ასპექტში. მე რამეს ვიძბე რა. შეიძლება ციმბირში ადამიანმა მოწიოს მარიხუანა და მეზობელთან გადავიდეს, გაიყინება, ანუ იმანურად არეოს არაყი, ან მიიღოს რაღაცა ისეთი მხურვალე სასმელი, რითიც ის 100 მეტრს გაივლებს და არ გაიყინება. საქართველო არის ის ზონა, სადაც არის ღვინო კულტურა, ანუ ეს არის საფრანგეთის, თქვა თბილი ქვეყნების, სადაც მიიღებენ ღვინოს. იგივე არაყი და ღვინო რო დალიოთ შუა აზიაში 10 მეტრს ვერ გაივლით, კაპილარები დაგისკდება სიცხისგან და მოგვდებით. ანუ კლიმატური მდგომარეობა თავისთავად გამოხატავს, ვინ მიიღოს, თქვათ, ციმბირელმა მიიღოს არაყი, თბილმა ქვეყნებმა მიიღოს ღვინო, სადღაც უნდა მოწიონ მარიხუანა. მე პირადად რომელი გირჩევნიათ? მე სიცხეში მირჩევნია მარიხუანა, სიცივეში არაყი და სითბოში ღვინო. დიდი მადლობა გიორგი გურგულია, გია ნიკოლაძეს მოვსმინოთ და შემდეგ იურისტების მოსაზრებები და შემდეგ გადავალთ აუდიტორიაზე. და ეხა ერთი შეგახსენო მინდა. რეგლამენტი რამდენი მაქვს? აი შახმატების იმისთვის რომ ჩამოაყალიბო შენი მოსაზრება. პასუხი იგივეა. მეტი არ მინდა. გისმენ. თავიდან ლექსას ვიტყვი, ლექსი პასპორტია. ლექსი პასპორტია. სხვადასხვა ხალხში ტომთა შამანებს, შამანები თუ გინდა მოძღვარი დაარქვა. სხვადასხვა ხალხში, სხვადასხვა ხალხში ტომთა მოძღვარებს სულთა სოფლამდე სჭირდება ხიდი. ამ ხიდს სხვადასხვა მცენარე აგებს. თვით შემოქმედის შვილები მშვიდი. თუ გამოეყოთ სულ საქმეს კარგი, თუ გამოცალკიო და ეს მარიხუანა სხვა რამეა და ის წამალი სხვა რამე. ივარგებს ნერვებს არ ვის ოუშლის, ვისაც ოუშლის ის ნუ მეიხმარს. და ვისაც არგებს ნუ რინდ ოუშლის. ხაფანს ნუ დაუგებ რა, იქ ერთი სალარო იყოს, სადაც ხელს შეყოფს ის მასტი. და იქ გაუკეთებენ სუფთა მორფს და წამოვა ის კროძზე აღარ წავა, იმ ჩალიჩებს აღარ დაიწყებს. არსებობს სოფლიოში მიღებული ჯანმოს მიერ 10 მიზეზი დაივალიდების და ნაადრევის სიკვდილის. კი ბო რაღაც გადა. აი ის ნარკოტიკები, რომლებიც არ არის აკრძალული, კერძოდ ალკოჰოლი და კერძოდ თამბაქო, ნიკოტინი, ყავა. 4 ყავაზე იქ არაფერი არ ნათქვამი, ეს საკეთება. არა, იცით თუ ესე იგი 4%-ს თელიდან იმის გამო რომ ალკოგოლი არის 4% მოდის ალკოგოლზე, 4.3% ნიკოტინზე მეტი მოდის და აკრძალულ ნარკოტიკებზე სულ 0.8% მოდის. და იცით რატომ? იმიტომ რომ აკრძალული ნარკოტიკი არ არის ხელმისაწვდომი. აკრძალული ნარკოტიკი რომ
თქვენი ასე ვთქვათ რჩევის მიხედვით ხელმისაწვდომი იყოს, მე ძალიან მეშინია რომ ჩვენ ვერასოდეს ვერ შევხვდებოდით. ან მივიქროდი მტარი და ან თქვენ. არა, გასაგებია. მეორეა. აი, დედას მისავა თუ მაგრამ ვიტყვებოდე. ჩვენ ყველა ნარკოტიკს ხوار ეხებას. დედას მისავა თუ ვიტყვებოდე, მქონია სახში არ მომიწევია რა. იმიტომ რომ არ მინდა ჯერ. რახან მაქვს. რო არ მაქვს, როცა მექნება, აი, როცა გამოჩნდება, ეგრევე ვეწევ. მაშინ მე არ მომიწევია, ჯერ არ მინდა. სიღმეში, გინდა სიღმეში წავიდეთ. დღეს აბსოლუტურად ნათელია და ცნობილია, რომ გენეტიკურად სხვადასხვა ხალხი ვართ. აი ისევ როგორც მე არ ვიცი, ალბათ სიგარეტი ბევრს გაუშინჯია, რამდენი დარჩა მწეველი, რაღაც მხოლოდ ნაწილი, ხო? ამ წეველებიდანაც ეს წეველების გასხვავებულია. ვიღაცა მარტო სახში ეწევა, ვიღაცა მარტო საზოგადოებაში, ვიღაცა მარტო სმის დროს და ვიღაცა რო დაიწყო და პირველად რომ მოწია, მე არ გაჩერებულა, თუმცა ინფარქტი აქვს და ასე შემდეგ. ხო იცით რომ ეგრეა? ეგრეა. რის ბრალი ეხლა ბატონ ეხლა. იცით რის ბრალია? რომ გენეტიკურად გასხვავებული ადამიანები. გეთანხმებით. ხო? აი ეხლა როდესაც დაბანაკია მარიხუანაზე და იქიდან ნარკოტიკებზე გადასვლაზე. არავინ არ იცის. დაუშვათ აი ეხლა ჩვენ რომ მოვწიოთ ეს მარიხუანა შეიძლება ნაწილმა 4 ადამიანი ისე ჩაიაროს და დანარჩენი 4 გადავიდეს კროტზე. ხიზელი კაცის დაქცეულია ეს ქვეყანა. კაენი იყო ხიზელი, აბელი რომ მოკლა. მოდი რა ეს კაენი რომ მოწეულში ყოფილიყო, აბას არ მოკლავდა. იცით რა? ალბათ დიდი მადლობა კი არა. შეუნდობდა. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა უბრალოდ ბატონო გერა. მერც უთხარით, მე თუ ნუ გიმეუნები. აი მერც უთხარით. ბატონო გერა, გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ამ თემაზე გვექნება ძალიან დიდი დრო იმისთვის რომ ვიკამათოთ საჭიროა თუ არა თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაცია. მანამდე მინდა დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით იურის მინდა ვკითხო, რომელსაც აქვს გამოცდილება ამ საქმეებზე მუშაობის, რეალურად შეიძლება იყოს თუ არა დეკრიმინალიზაცია მსუბუქი ნარკოტიკის, თუნდაც იგივე მარიხუანას მოხმარების დროს გამოსავალი, რომ ადამიანების რიცხვი და კრიმინალიც მით უმეტეს ამ შემთხვევაში შემცირდეს. მოგესალმებით. მე გავაგრძელებდი ნანუკას აზრს იმ თემასთან დაკავშირებით. დავიწყოთ პირველი 3 ეტაპია მნიშვნელოვანი აქ. პირველი, რა არის სასჯელის მიზანი? კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასჯელის ძირითადი მიზანი გახლავთ რესოციალიზაცია. ანუ პირის გამოსწორება. როდესაც საუბარია ნარკომანიით დაავადებულ პირებზე, ეს ამართლებს ამ შემთხვევაში ნარკომანიით დაავადებულ პირებთან დაკავშირებით მათ ალბათ უფრო რეაბილიტაციის ცენტრი სჭირდებათ, სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, ვიდრე ციხეში. აქ დაისვა კითხვა იმ თემასთან დაკავშირებით, რა ხდება ციხეში? ხდება ციხეში მკურნალობა? სამწუხაროდ, როდესაც ხდება ნარკოტიკებით მოხმარებაში თუ გასაღებაში პირის დაკავება, ამ შემთხვევაში ძალიან ნაკლებად შეიძლება ითქვას საერთოდ არ არსებობს ის მექანიზმი, რასაც ქვია სამედიცინო ჩარევა ციხეში, სასჯელახსნელობით დაწესებულებაში, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, პირის რეაბილიტაციის კუთხით. სახელმწიფო, არა მარტო სახელმწიფო, ალბათ სწორი განდებით თქვენ, ყველა უნდა ზრუნავდეს. ეს არის საზოგადო პრობლემა. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პირველ რიგში უნდა შექმნას ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ხედვა იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც მოხდება იძულებითი აღსრულება. მკურნალობა. რაც შეეხება ნანუკამ ძალიან კარგად თქვა ის, რომ კანონმდებლობა არ ყოფს ნარკოტიკების მომხმარებლის, ნარკოტიკების გამსაღებლის პასუხისმგებლობის საკითხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმ თვალსაზრისით, რომ როგორ იგივე შესაძლებელია ნარკოტიკის მომხმარებელი დაისაჯოს იგივე სასჯელის სანქციის ფარგლებში, იგივე სასჯელის სახით, როგორც გამსაღებელი. რაც ძალიან არალოგიკურია. დავაზუსტოთ ნარკოტიკების რაოდენობა განსაზღვრავს სასჯელს. ანუ მას თუ ნარკოტიკების რაოდენობა აქვს, ის არის ისევე ისჯება, როგორც რეალიზაცია. შეიძლება ერთი თვის აქედან გამომდინარე შევიძინე და ამიტომ შეიძლება გავხდე რეალიზაცია. 10 წამით ჩავერევი თუ შეიძლება. 10 წამით დავამთავრებ თუ შეიძლება და აქედან გამომდინარე ვფიქრობ მომხმარებლისა და რეალიზატორის, ანუ გამსაღებლის პასუხისმგებლობის საკითხი ერთ დონეზე არ უნდა დგებოდეს. მაინტერესებს აუდიტორის მოსაზრება, რას ფიქრობენ ისინი? რეალურად ახლა პრობლემა, რომელიც დგას დღის წესრიგში, როგორ შეიძლება ეს პრობლემა გადაიჭრას? კიდევ უფრო მეტი აკრძალვით თუ რეალურად ამ პოლიტიკის ლიბერალიზაციით? პირველ რიგში პირველ რიგში ჩვენ მივაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირველ ეტაპზე კატეგორიზაცია.
პირველ რიგში. ეს არის ყველაზე აუცილებელი. საქმეს კარგი ივარგებს, ნერვებს არ ვისოუშლის. ნუ მინდა უშლის, ვისაც არ არგებს ის ნუ მოიხმარს. ჯერჯერობით აი ამ ვისაც არგებს, ნუ მინდა უშლის. ჩვენ არ გვაინტერესებს მძიმე ნარკოტიკებთან ბრძოლის რა მეთოდები იქნება. პირველ ეტაპზე გვაინტერესებს კატეგორიზაცია. ანუ მარიხუანის გამოყოფა დანარჩენი სხვა დანარჩენი ნარკოტიკული საშუალებებისგან. იმიტომ რომ ბევრი ფაქტი იქნა აღნიშნული, რომ გაცილებით სტატისტიკურად ბევრი ფაქტი შეიძლება მოვიყვანოთ, რომ გადაყლაპ ლუკმისგან თუ როგორ არის? გადაცდენილი რა ვიცი. გადაცდენისგან უფრო მეტი ადამიანია ალბათ დაღუპული, ვიდრე მარიხუანის მომხმარებისგან. ეგეთი და სტატისტიკურად კიდე მარიხუანის მომხმარებელი არის 9%, რომელშიც იწვევს დამოკიდებულებას მარიხუანა. ანუ მარიხუანას არ ჭირდება არც მეტადონის პროგრამა და არც სხვა რაღაც ეგრე არ იმკურნება მე მგონი. არ შეიძლება მარიხუანა. ეგრეთ წოდებული ლომკა არ ახასიათებს და მძიმე ჩანაცვლებს. ახასიათებს, კაცო, ახასიათებს. დეპრესია სხვა არის ბატონებელა. მე სხვა რამე. თავარი რაც არის? თავარი რაც არის რომ ჩაისუნთქო, აბა. მარიხუანას ზემოქმედების დროს ადამიანს რეალობის აღქმა არ ეცვლება. რაც არის ალკოჰოლის ზემოქმედების დროს, იგივე ჰეროინის. უბრალოდ მძაფრდება ეს აღქმა, რაღაც გრძნობები, შეგრძნებები მძაფრდება და შეიძლება რაღაც არ მოგეწონოს, ხო გული გაგიტყდეს და უი არ მომეწონა მარიხუანა გადაწყვიტო და აღარც მოწევ, ხო, გასაგებია, მაგრამ რატო ვიგზავნავ თავისუფალ არჩევანს? მე მინდა მქონდეს საფრის შეგრძნები. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. მარიხუანა კი თუ არა, ამ კითხვაზე პასუხი უკვე რეკლამის შემდეგ, ის ვინც მომხრია და ის ვინც წინააღმდეგია, ერთმანეთის პირისპირ რეკლამის შემდეგ თქვენ სევამ სტუდიაში იქნებით. ახლა ჩვენს ეთერში რეკლამის დროა. რამდენიმე წუთში მწვავე დებატები თემაზე. მარიხუანა კი თუ არა საქართველოში. მარიხუანა კი თუ არა, ამ თემით და საჯარო დისკუსიით უბრუნდებით. ეთერს ეს არის ყველაზე ცხელი თოქ-შოუ. ჩვენ სტუმრებთან ერთად ვაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. რატომ უნდა მოხდეს გია საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაცია? იმიტომ რომ ეგ თუ მოხდა, ხალხი ქუჩაში გამოვა, გახარებული, ამას ყველა კამერები გადაიღებენ, დაწნარდება ყველაფერი, თან ეს კამერები გადასცემენ ყველგან და ტურისტების ნაკადის იმრავლებს და თან ერთმანეთს აღარ ვცემთ და აღარ ვესურვით. გიზელი კაცი დაქცეულია. მინდა ვკითხო, საჭიროა საქართველოში მარიხუანის ან თუნდაც სუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაცია, იმისთვის რომ ზოგადად ნარკომანიის პრობლემა გამოსწორდეს ქვეყანაში? არ ვიცი, ხა გლობალურ თემებზე აღარა მაქვს ნაფიქრი რა, იმიტომ რომ მე პირადად მომხმარებელი აღარა ვარ. რეალურად. თუმცა იყავ. ვიყავი რამდენად მომხმარებელი, გემო გამისინჯავს ახლა მარიხუანის კაცო და კარგი მდგომარეობაში ყოფილ ვარ და ცუდ მდგომარეობაში ყოფილ ვარ, მაგრამ აქედან მოდის ყველაფერი რა. უბრალოდ მე არ მინდა და მაგიტო არ მოვწევ, თორე მომინდება და მოვწევ კიდევაც. უნდა იყოს აკრძალული მარიხუანა. აკრძალულაც არის და აკრძალულაც ახლა 500 ლარი, 1500 ლარი, 3000 ლარი და მე დაჯექი და იქ ბიჭები რო კითხავენ რაზეზე ხარ და პლანი მოვწე, ცოტა ახლა ესეთი თემაა რა. არ ვიცი, დეკრიმინალიზაცია რა. დეკრიმინალიზაცია ამბობს გაგა ჩიხაძე. თორნიკე ბზიავა შემოგვერთა სტუდიაში. თორნიკე გადაცემის პირველ ნაწილში აქ იყო საკმაოდ მწვავე დისკუსია, მეორე ნაწილისთვის შემოვინახეთ მთავარი პასუხი კითხვაზე. საჭირო თუ არა ქვეყანაში მარიხუანას ლეგალიზაცია, თუნდაც განსაკუთრებულ ზონაში, სადმე, რომელიმე საკურორტო ზონაში. რაღაცის მოთხოვნილება თუ არის და ამის მაგალითი გვაქვს ახლოდასავლეთში, შეიძლება რომელიმე ფორმა მოეძებნოს ამას და იყოს, იმიტომ რომ რეალურად თქვათ იგივე ახალგაზრდობაში, იგივე სხვადასხვა სფეროს ხალხში, თქვათ ეს მოთხოვნილება არის მარიხუანას გულისხმობ. ხო, ფიქრობ რომ ამით გაიზრდება უბრალოდ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც გახდებიან მარიხუანაზე დამოკიდებული და რეალურად შეიძლება უარესი შედეგი. აი ხა გეტყვით როგორი რაღაცა გააჩნია როგორი დონით იქნება. იყო ესეთი მოსაზრება მაგალითად რომ შესაძლებელია არ იყოს აი დასჯა ვთქვათ კანონით ამისი, მაგრამ არ იყოს მაგალითად ამის გაყიდვა. პლუსები და მინუსები. მე ვიცი რა პლუსები აქვს მარიხუანას ლეგალიზაციას, ანუ რა დადებითი შედეგი მე შეიძლება ვიცი ერთი რა, მე ამას უყურებ როგორ იცი, მძიმეა ძალიან შედეგი, რომელსაც აყენებს მძიმე ნარკოტიკი. მისი დამოკიდებულების დროსაც ეგრეთ წოდებული ლომკა, მე ამ შემთხვევაში ამასაც აქვს როგორ არა, მაგრამ განსხვავებულია საერთოდ არ ვიცი ხა, ვისაც კი უნახავს ადამიანი ლომკაში მძიმე ნარკოტიკთან დაკავშირებით, ფიზიკურად მაინც კი ეს არის აბსოლუტურად სხვა ფიზიოლოგიური
სოციალური ანუ შენ შემთხვევა. ფიქრობ რომ თუ მარიხუანა იქნება გარკვეულწილად ლეგალიზებული ადამიანებს აღარ მე გაუჩნდება ვფიქრობ რომ ეს არ არის ისეთი ტიპის დანაშაული რომლისთვისაც ადამიანი შეიძლება იჯდეს წლების ციხეში არ არის ეს ისეთი ტიპის დანაშაული რომლისთვისაც ადამიანი წლები მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადამიანმა რომელმაც ადამიანი მოკლა გაიტაცა დააყაჩაღა გაქურდა ის არის სხვა და მარიხუანას მომხმარებელი არ არის ჩემთვის ბოროტმოქმედი ის არის ადამიანი რომელიც ეხლა მე არ ვამბობ ისეთ ანუ შეიძლება არის ეხლა ბატონმა გელა მითის კონკრეტულად 2-3 შემთხვევა რომელიც არ ვიცი ეხლა შეიძლება ფსიქიურად შერყეული ადამიანიც არც მარიხუანას მოიხმარს არც უბოთებს მაგრამ აფრენს და საშინელებებს ჩადის მაგრამ თვითონ ტიპი ამ ნარკოტიკის არ არის ისეთი მძიმე რომლისთვისაც ადამიანი შეიძლება თუნდაც 2 წელი იჯდეს ციხეში არ უნდა იჯდეს მოდი ესე ვთქვათ ეხლა მე გინდა 2 კილო მარიხუანა დამიდი მაინც არ გავეკარებ სწორო უკაცრავ სწორო არ ვეწევი და სიგარეტს არ ვწევი მაგრამ შვილი რომელიც არის 15-16 წლის და მან უბრალოდ რაღაცის გამო ინტერესის გამო და ეს ფაქტია შენი რეაქცია როგორ იქნება ამ შემთხვევაში ჩემი რეაქცია იქნება ნუ ხა არ გამიხარდება მაგრამ ის თუ ამას გააკეთებდა რომ თუ დაისარჯა ისე როგორც ყოლელი მე ამაზე ეკნება ძალიან ცუდი რეაქცია მოდი გავერკვიოთ რა არის კულტურა რა ჩვენ გვაქვს ღვინო და ვიცით ღვინის კულტურა მაგრამ ჩვენ არ ვიცით მარიხუანის კულტურა მე შუა აზია მაქვს ფეხით მოვლილი მე ამ კულტურით დავინტერესდი ჩავედი ინდოეთში საიდანაც საერთოდ კანაბისი წამოვიდა ანუ კანაფი არის როგორც ეგეთი მცენარე სარეველა რომელიც ამოდის ყველგან მაგრამ თვისებები რომელსაც კანაბისი ქვია ანუ შეიცავს კანაბისის ზეთს რომელიც ადამიანს ამროვებს ინდური კანაფი ეს მხოლოდ არის ინდური ჯიში რომელიც მე მთელ მსოფლიოში გავცელდა მე ჩავედი და მე უბრალოდ რამე კი არ მაინტერესებს როცა რაღაცა მაინტერესებს მე ყოველთვის მივდივარ იმის საწყისებში და მე ხა მოყვები ჩავედი შუა აზია მოვიარე ფეხით გავერკვიე ერთ რამეში რომ იქ 18 წლამდე ბავშვი თუ მოწევს კანაბის სახლიდან აგდებენ უბრალოდ აი ჩაულვაგებენ და ეთქვია რომ შენ ჩემი შვილი აღარა ხარ და აქედან აი ახლა ამ სახლიდან წადი მე არის ტრადიციები რომ არის ზეიმები სადაც შეიძლება ეს ბავშვი სრულწლოვანი გახდა გასაგებია ეს იმათვის ტრადიციებია თუმცა მათი გადმოტანა საქართველოს სწორად მიიღება თუ ჩვენ გვინდა რომ ხვალ ბავშვებს ვასწავლოთ რაღაცა მე გეუბნები როგორ მიიღონ ბავშვებმა მოზარდებმა ანუ სწორად და თუ ამ კულტურას შეიძლება ეს ჩვენი კულტურა არ არის რატო უნდა მივიღოთ ეს კულტურა როგორ არ არის ჩვენი კულტურა როცა შუა აზია მომისმინებმა ჩვენ რა ქვეყანა ვართ ჩვენ ვართ ერთადერთი ხეობა ტყურის ხეობა სადაც ყველა აბრეშუმის გზამ გაიარა ჩვენზე როგორ შეიძლება ეს არ იყოს ჩვენი კულტურა ჩვენი ღვინის კულტურა იყო პირველი ქარავანი ჩერდებოდა მაგას მიგზავნო საქართველოში სანამ ევროპაში ჩაიტანდნენ კანაბის მოიტანეს საქართველოში ჩვენ დავანერვინეთ ღვინო იმათ მოვაწევინეს კანაბისი ანუ ჩვენ გავცვალეთ კულტურული ჩვენი შეხედულებები შენ გონია რომ საქართველოს ის ქვეყანაა რომელიც ბოლო იღებს პროპაგანდა რა იყო მე ეს რამეს გეტყვი რომ საქართველოს არის პირველი ქვეყანა ვინც კანაბისი გასინჯა ევროპამდე იმიტომ რომ ყველა ის ქარავანი სანამ ევროპაში ჩავიდო და გაიარა საქართველოს ძალიან დიდი მადლობა ბატონ გელას არგუმენტებს მოვუსმინოთ შემდეგ სოციალურ ქსელში ამ გვერდის შემქმნელთან გადავალკეთოთ ნებისმიერი ნარკომანი არის ნარკომანი პირველი არის ავანტყოფი სულ ერთი რადიოქსაც იღებს ეს პირველი ამისთვის თუ შეიძლება რა ამიტომ თუ შეიძლება აცადეთ ლაბარაკი თუ ნებას მომცემთ არავინ არ იჭერს იმიტომ რომ ის ავანტყოფია სულ ერთია მარიხუანას ავაზე ავანტყოფი თუ ჰეროინზე ავანტყოფი არ ისჯება ეს არის ავანტყოფი ისჯება იმისთვის რომ მან კანონ გარეშე შეიძინა შეინახა და ასე შემდეგ მოიხმარა ნარკოტიკი ეს განსხვავებულია მე მაგალითად ვეწეოდი სიგარეტს ბევრი წლის განმავლობაში 4 კოლოფამდე ვეწეოდი. მე ვარ ნარკომანი. მე ეხლა არ მომეწავე არც ერთი ცალი, მე შენ ერთ ცალი რომ მოვწიო, ხელახლა დავიწყო. ასევე მე ამას ატოლაბარაკო. თქვენ შეიძლება ჰეროინს იღებდით. აღარ იღებთ, თქვენ ხართ ქრონიკული ნარკომანი, მაგრამ არის ერთი წუთი ბატონო. ამის გულის არავის არ იჭერს. იჭერენ იმის გამო რომ თქვენ კანონ გარეშე ყიდულობთ, ინახავთ ასე შემდეგ. თუ კანონი არ არის და მასლის ლომკებში და ჭირდება წამალი დაიყიდა რატომ დავიჭიროთ აი გაჩერდით აქ კი ბატონო კანონი არ არის ხაფანი არა ერთი წუთი აი თქვენი შეკითხვა ბწყინვალე შეკითხვა თუ პირი არის ლომკაში უნდა მივიდეს საავადმყოფოში ან ჩვენთან ეხლა არის მეტადონის ეხლა ერთი წუთი ეხლა აი მე ნუამაღებია და ძალიან ბევრი მასალა მაქვს ამოღებული
რა ღირს ერთი დოზა ჰეროინი და რა ღირს ესე იგი ჩართვა იმაში რა ქვია მკურნალობაში. ამიტომ ამაზე ამას ნუ ვიტყვით. და ეგ უფასო არ უნდა იყოს ეს დავაცადეთ. ეხლა ეს უყურეთ ეს თუ სხვა ეხლა ჩვენ დავიწყეთ რა არის რა უნდა იყოს უფასო ეს სხვა თემაა. ბატონო ჩემო ასე მეშინე დილამდე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. პრინციპი უნდა გავსაზღვროთ. პრინციპი მდგომარეობს იმაში სამწუხაროდ მე კიდე გეუბნებით ეს არ არის ქართული მთავრობის დადგენილი. ეს არის გაეროს მიერ დადგენილი. თუ რატომ თუ გნებოთ ვილაპარაკოთ თუ გეყოფა. რატომ შეიყვანეს მარიხუანა აგრძელო ნარკოტიკებს? რატომ? მეც მოინტერესებს. ვილაპარაკოთ კი ბატონო, იმიტომ რომ ნახეს რომ უყურეთ, აი მე რატომ მოვიყვანე ალკოგოლის და ნიკოტინის მაგალითი. აი ნიკოტინი რომელიც ნაკლებად ნარკოგენულია. დიახ. ალკოგოლი რომელიც ნარკოგენულია, მაგრამ ნაკლებად. მათ მიერ იმის გამო რომ ის ლეგალიზებულია, მათ მიერ მოტანილი ზიანი 20 ჯერ ჭარბობს. იმ ნარკოტიკების ზიანს, რომლებიც მძიმეა, მაგრამ აკრძალულია, რომ ვერ იშოვნა. ესე იგი, გააკეთეს იმიტომ, რომ ხელმისაწვდომობა, მოდი ამასაც გეტყვით რა. ხელმისაწვდომობა და იყოს ნაკლები. არსებობს ორი პრინციპი. მოთხოვნილების და ხელმისაწვდომობის. მანამდე მოთხოვნილება საზოგადოებაში არის, თქვენ ამაში სწორი ხართ. მიწოდება ყოველთვის იქნება. ამას თუ არა იმას გამოიყენებს ნაკლები, იმას თუ არა იმას მოიგონებს ჩააგაცვლებს. გეთანხმები. ამიტომ ორივესთან საჭიროა ბრძოლა. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? აბსოლუტურად გეთანხმებით. ეხლა აი თქვენ ბრძანეთ, არა? ეწეოდით, აღარ ეწევით, აღარ გინდათ. ღმერთმა გამარჯვება მოგცეთ. სხვამ სამწუხაროდ ვერ დაანება. არა, ეს კონკრეტული უარი ჩემი ოღონდ მე მგონი რომ მარტო მე გადავწყვიტე. ინდივიდუალური. მე გეტყვით 60%, მე გეტყვით აგერ მე ყველა პროცენტი, მაგრამ მე რა ვიცი, 60% იმ მათგანი, ვინც მოწია, ანებებს თავს, აღარ განაგძობს. ჩვენ გვაკლია დღევანდელ კანონმდებლობაში მოქნილი მიდგომა. აბსოლუტურად სწორი ხარ, რომ ეხლა მეც ესე მგონია, რომ ესე იგი ჰეროინზე და მარიხუანაზე ერთნაირად არ უნდა დაიბო, ცხადია. მოწევაზე კი არ ვლაპარაკობ, ქონებაზეა ლაპარაკი, ხარ. შეძენა ხوانას ესე. რასაკვირი, მეც ესე მგონია. მაგრამ არც ის შეიძლება რომ არ დაესაჯოს. გიორგი მასხარაშვილი ძალიან ყურადღებით აკურდება ამ წვავე დისკუსიას ამ სტუდიაში. დღეს ამ სტუდიაში წარმოადგენს პლუსები და მინუსები. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დეკრიმინალიზაცია საჭიროა და დეკრიმინალიზაცია საჭირო არ არის. მაინტერესებს შენი აზრი. ორჯერ 2-4-ია რომ დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, მაგრამ გასაგებია, გიორგი, სხვა აი ზუსტად ის სიმახინჯეზე გვინდოდა გამომახვილებია ყურადღება, აი ეს ორი ყოველთვის გასაგებია, წეველი და გასისყოლელი. შეიძლება ისება როგორ ისჯება? არავის საქმეა რა, მე რას მოწევ? რას გავიჩხეს? თუ ეს გადადის რაღაც ფარგლებს და უკვე მაგათ ეს ფანაირად როგორც სიგარეტის ჩემი უფლებების დაცვის რომ არ მოწიო, იმიტომ რომ ჯანმრთელობა ცუცის სიგარეტს მოწევ, ყავას დავლებ, ვისი რა საქმეა, საბავშვო გამგედო ხარ თავი და ნუ მე მუკრები, მითხარი, არსებობდეს ფსიქოლოგთა ჯგუფი, არსებობდეს ცხელი ხაზი, რომელსაც თუ მე სურვილი გამიჩნდება და უკავშირდები და ვიმკურნალებ. და თუ არ გამიჩნდება, მოვწევ რა, იმიტომ რომ მინდა რომ მოვწიო, ელემენტარულად. მე ვასება რომ მოვწიო, მაქვს ძალიან ბევრი ნათელი მაგალითი, აი ძალიან მაგარი ადამიანების ქართველის, არაქართველის, რავი, ნიცშე, ცისფერყანწელები, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, პაოლო იაშვილის, ირაკლი ჩარკვიანის, ვინც იყვნენ გარკვეული რაღაც ნარკოტიკის მარიხუანის მომხმარებლები. ირაკლი ჩარკვიანი კაი მაგალითია. ხოდა მე ყოველ შემთხვევაში ამან ჩვენ გაცილების დიდი კულტურული საზრდო მოუტანა დამნაშავე, მოდი წყალებში ესე ვთქვათ, ირაკლი ჩარკვიანმა თავის ქვეყანას ვიდრე უდანაშაულო და უმციკლო მამუკა ჩარკვიანი. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ნანუკა ჟორჟიძე. ჩარკვიანები რა. ძალიან გთხოვთ. ვაცადოთ ერთმანეთს. მამუკას არ არის უმციკლო რო ყოფილიყო მამუკას ვერ იქნება და დამიჯერა. გიორგი დაამთავრა. იქ ვიყავი რომ უკაცრავად მე გავაგრძელებ თუ შეიძლება სადაც იქ ვიყავი რომ არავის საქმე არა მე რას გავაკეთებ მე ვიქნები პლანს მოუწევი ვიქნები ტრანსვისტი ვიქნები რელიგიური ფუნდამენტი თუ ეს გადადის რაღაც ზღვარს და გამოდის უკვე ჩემი თავისუფლების გარე და სოციალურ პრობლემად იქცევა მაშინ რა თქმა უნდა მე უნდა მომიდგეს მთავრობა თუ სისტემა ისე როგორც საჭიროა და საჭიროა მიუდგეს კონკრეტულ შემთხვევას კონკრეტულად და არა ერთი ნაჯახით ცელო სარეველა და ის მხმოიარა ხე ასე. უფრო მეცაც გეტყვით. სხვა ნარკოტიკი, მძიმე ნარკოტიკი, მარიხუანასგან განსხვავებით არის ატარებს ერთ დამახასიათებელ თვისებას.
იმპორტი ხდება მისი მძიმე ნარკოტიკის და მარიხუანა არის საქართველოში იზრდება ეზოში მაღალმთიან რაიონში თუ ახვალ განსაკუთრებით გარკვეულ რეგიონებს ახასიათებს ანუ ამ შემთხვევაში რეალიზაციაც ყუბდარში აკეთებდნენ და სუნელად იყენებდნენ მარიხუანას წლები ანუ რეალიზაცია შეიძლება უნიკალური ჯიშები ეს არის ძალიან აქტუალური თემა. დღევანდელი გადაცემიდან დადასტურდა, რომ ამ თემაზე საჯარო დისკუსიის გახსნა იყო აუცილებელი. თუმცა პირველად სოციალურ ქსელში დაიწყო ამ თემაზე საჯარო დისკუსია, რამაც გადაგვაწყვეტინა, რომ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, დღევანდელი გადაცემა გაგვეკეთებინა. რატომ გადაწყვეტა შეგექმნა სოციალურ ქსელში გვერდი, სადაც მსგავს მოთხოვნას გააჟღერებდი და მათ შორის ნანიკა ჟორჟოლიანი მოხვდებოდა შენი მხარდამჭერების არა, მაგრამ ყველა იქ არის ფოტოშორის მინდა გითხრა, ყველა. კომპიუტერს არ ვიყავ. იმარ გადაწყვეტა ჩემიდან მაგის ჯგუფის გაკეთება რომ არის საქართველოს ძალიან ბევრი ადამიანია მაგათ დამოკიდებული და ანუ ძალიან ცუდად ისჯებიან ისინი ამის მოხმარების გამო და გავაკეთე ექსელი რადგან ხალხმაც გაიგოს გამოთქვას თავისი აზრი იმის გამო რომ ეს საჭიროა საქართველოს ამის დეკრიმინალიზაცია რაც არის ლეგალიზაცია საჭიროა ჩემი აზრით მე რამდენი ადამიანი არის წინააღმდეგი ბუნებრივია იმ გვერდზე არ იბეჭდება მხოლოდ მომხრეების პოზიცია საქართველოს ჩემი აზრით ალბათ 30% მომხმარებელია მარიხუანის ბატონგია რეალურია ეს ციფრები 30% მარიხუანის მომხმარებელი ქვეყანაში. რა საკვირველია მარიხუანა ყველაზე მოხმარებადი ნივთიერება არის საქართველოში, ისევე როგორც მთელ სოფლიოში. ყველგან ყველაზე უფრო მოხმარებადი არის. ცხადია, აქ ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ მე ერთ მაგალითს და გავჩერდები, იმიტომ რომ თქვენ ყველას საუბარი ნება. ამერიკაში ამისთან ახალხს თქვენზე ლაბორატორი დაუჯერეს აი უკან უყავს და გამოახდინეს დეკრიმინალიზაცია. თქვენ იცით რომ მართლაც ლოს-ანჯელესში. არა, ლოს-ანჯელესში ცალკე ამბავი, ამას კი ცალკე ეგ ეხლანდიას ლაპარაკობ თქვენ. გეგეუნებით 40 წლის წინ მოახდინეს დეკრიმინალიზაცია. არ შეგიძლიათ ნახოთ ამერიკის კანონმდებლობაში და ცოტა ხანში სასწრაფოდ რეკრიმინალიზაცია მოახდინეს და მიზეზი რა იყო ამის? და რატომ? იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ თუ მანამდე ჰეროინს იკეთებდა 1%, ნუ პირობითად. მე არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ შეიძლება მოვკრიბო. აღმოჩნდა რომ 5 და 6% უნდა იყოს. ეს აღმოჩნდა გარკვეული კარიბჭე მათ. დიახ, ასეც ქვია კიდევ. ეხლა ერთი წუთი რა, მე მოდის ვკითხე. დავაცადოთ საუბარი შემდეგ თქვენ აუცილებლად გეკითხეთ. ხო და ამიტომ მე იმას გეუბნები. საჭმელი სიმსუქრისკენ მიმართული კარია თქვენი აზრით ეს ეგრე გამოდის ხო? გასაგებია, დავაცადოთ საუბარი ბატონოს აუცილებლად გეკითხება თქვენი აზრის გამოთქმის საშუალება. დიახ. მე ეს არ მიმაჩნია სერიოზულად, რასაც თქვენ ბრძანებთ. ამიტომ იძულებული იყვნენ, რომ ხელახლა ეკძალათ. ამის გამო, რომ ამგა ეს წადეს. ეხლა რასაც ლოს-ანჯელესში ბრძანებთ. ლაპარაკე კალიფორნიის შტატზე. სულ რამდენიმე თვის წინ იყო ეს ამბავი. რა მოხდა? მე ვიყავი ზუსტად. მე რო იყავით რა მოხდა? მე უთხარით საზოგადოებას. კალიფორნიის შტატის მოსახლეობამ უარყოფითი დასკვნა მისცა მარიხუანას ლეგალიზაციაზე. თუ იყავით ხო სწორს ვამბობ. ხო და მაშინ რა გინდათ? ისა რაღაც ანუ ვის გამოიყენებს მაგას ხოლო თავის თავს ავნებს ხო? გასაგებია, მაგრამ სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ ადამიანს თავად გაიწესოს მინდა. მაშინ ვის თავს იკლავს მაგას რა. ჩვენთან სტუდიაში ქუთაისიდან სპეციალურად ამ თემისთვის ჩამოვიდნენ სტუდენტები, რომლებიც გადაცემის ორი ნაწილია უკვე ისმენენ ამ თემაზე წავა დისკუსიას. შესაბამისად, მაინტერესებს ახალგაზრდების აზრი. რას ფიქრობენ სტუდენტები? რეალურად საჭიროა თუ არა დეკრიმინალიზაცია? ვირუსი როცა არის დაუშვათ გაციება და ასე შემდეგ. ის არ მოდის და არ გეკითხება. ისი რა გაციება ვარ და შეგეყარო? ის მოდის და შეგეყრება და შენ ხდები ავად. ხოლო რაც შეეხება მარიხუანას და ასე შემდეგ, ის არ არის ვირუსი და არ შეგეყრება. ეს არის არჩევანი. და მინდა უთხრა ყველა ახალგაზრდა და ყველა ადამიანს, რომ ეს არის თქვენი არჩევანი იყოთ ეგრეთ წოდებული ავადმყოფი და წამალდამოკიდებულები. თუ თავის ჯამთელები, ასე რომ ეს არის ისი არჩევანი. არა, მე მაქვს. ძალიან სწორად დასვა საკითხი, ეს არის მისი არჩევანი. ასეთი რაღაც რომ მინდა მოწევ, მინდა არ მოწევ, მაგრამ მინდა ვთქვა რომ მარტო არავინ ეწევა. ყველა მეგობრებს ჩართავს ასე შემდეგ. ანუ მე ვთვლი რომ ადამიანი რომელიც ეწევა ის მარტო თავის თავს არ აზიანებს, ის აზიანებს სამეგობროსაც. ასე რომ ეს მარტო მისი დანაშაული არის. ეს მიდის დანაშაულა. მოვაფრო ყველაზე დებილობა თუ რა გამიგედა. მამრებლობის გარდა საერთოდ ვერ ვიგებ რატო ეწავიან ამ ერთი წუთი ერთმანეთს დავაცადოთ საუბარი. მოდით ნუ აზელთ ყველაფერს.
მოიყვანეს ერთად და განაცალკევთ. მე მგონი საკმაოდ კონკრეტული აზრები და მეც მინდა რომ დავაზუსტო. არის ფიქრობ რომ მარიხუანა კარგია. ხო, რაღაც სხვანაირად რაღაცა. არავითარ შემთხვევაში მე უბრალოდ ვფიქრობ რომ მარიხუანას მომხმარებელი არ შეიძლება ისჯებოდეს ისე როგორც ადამიანის კვლევაში ბრალდებულთ, თორე მეც გეთახ კარგი არ არის. და ამის ამრი. კარგი რა, ლოტობა არ არის. ვართ ისეთი საზოგადოება, რომელიც სიგარეტის სევა კარგია. არა დასჯადი, ყველა გააკეთა. დამიჯერე რომ მოდაში შეიძლება. დამიჯერე. მოდა ისეთი რამე ახლა. ალკოჰოლით 100-ჯერ მეტი ადამიანი მდარი და ნიკოტინით გასაგებია, შემდეგ სტუდენტს მოუსმინეთ, რომელსაც თავის მოსაზრება გააჩნია. საერთოდ ვერ ვიგებ, რატომ ეწევიან მარიხუანას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა იყოს ისეთი დასჯადი, არ უნდა იჭერდნენ ამისთვის ადამიანს. გასაგებია, მადლობა, მე მოვწიე სიგარეტი და დამიჭირეს. და მე მოვწიე სიგარეტი და არ დამიჭირეს. ამაზეა ლაპარაკი, თორე იმაზე კი არ არის, რომ მე ვიარე და სიგარეტები დაგირიგე და გავავცელე. ეს კრიმინალია. მე რომ ვეწები სიგარეტს, რატო უნდა დამიჭირო? გასაგებია, თუ არ მიჭერდი ხვალ, რატო უნდა დამიჭირო? იძულებული ვარ ჩავერიო და ვთქვა. ცნობილია თემსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, რომ ყველა დამოკიდებული პირი ნარკომანი ვახსენოთ, სულ ცოტა 8-12 ადამიანს ანარკომანებს. ეხლა განაგზეთ ლაბორატორიაში. ლოტები. მაინტერესებს, რას ფიქრობს საზოგადოება. კიდევ ერთხელ სვავ კითხვას დარბაზში. საჭიროა თუ არა საქართველოში მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში, რომ ეს პროცესი იყოს დეკრიმინალიზირებული, ანუ პირის დასჯა არ მოხდეს. ვინ არის გელი ფეხი რას გამაჩნია, რომ არა დაიჭიროს ვინ არის მარიხუანას მიღების შემთხვევაში, რომ ეს იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. შესაბამისად, ადამიანი დაექვემდებაროს სისხლის სამართლების დევნას. რას ფიქრობს აუდიტორია? ერთი ადამიანი, თქვენ დაგიჭერენ აუცილებლად. გასაგებია, აუდიტორიის დიდი ნაწილი არის მომხრე, რომ ეს იყოს დეკრიმინალიზირებული. ძალიან დიდი მადლობა გისმენთ. მე ვფიქრობ იმას, რომ ეს პროპაგანდა ხო არ იქნება შემდეგ და ანუ დეკრიმინალიზაცია შეიძლება იყოს პროპაგანდა. ალბათ რაღაცა მექანიზმი უნდა იყოს. ლოგიკა განსაზღვროს ციხეში ჩაქსვა სიგარეტს. ასურათია, იცით? დალი და მე ჩაქსვა ციხეში. გასაგებია, ბატონო, ეს დალევა და კანაფის მოწევა ერთი და იგივე არ არის ერთმანეთის ადეკვატური. გადალია, კაი წყალს და ჩაქსვა. ერთ შეკითხვას დაგისვამთ რა. დაგისვამთ. ქორწილში გიცეკვიათ? ხო, როდესმე შეგხვდა ეგეთ სიმღერაზე გიცეკვიათ, ზოგი უბერავს რადგან. კი, გაგხარებიათ, კაი ხასიათზე რამდენ ხართ? მოწეულს მაგ დაწერილი. გასაგებია, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისი, რომ ამ ადამიანების დეკრიმინალიზაცია მოხდეს. ეს ხო არ არის არგუმენტი. ასე ამერიკის პრეზიდენტი და ჯორჯ ვაშინგტონიც იყო კანაფისის მომხმარებელი, მაგრამ თქვენ ეს პროპაგანდა ხო არის? რა პროპაგანდა? პროპაგანდა იმისია, რომ ერთმანეთს ეს არის პირადი თავისუფლება. ასე ხმამაღლა ამბობთ, ეს უკვე თქვენ რასაც ეს იმას კი არ ნიშნავს, კაცო, რომ ვინც მოწევს ყველა მაქსიმალურად დაწევს ეხა. მაგრამ დამიჯერეთ. ვანელი არ ნიშნავს იმას, რომ მე მგონია, რომ არ მოგეწია. უკეთეს სიმღერას დაწერთ. თქვენ გონია, თორე თქვენ რო გონიათ, ერბო გონია, ეგ არ ვიცი, მე რაც ფაქტებია, იმით ვლაპარაკობ. ეს ფაქტს გეუბნები. მე არა, თქვენ ფაქტს არ მეუბნებით. გონია, თქვენ ეხა იმას ფიქრობთ, მე რას ვიფიქრებდი და მე რაც გავომივიდა იმაზე ვიდა. მოწეულს მაგ დაწერილი ეგა. ვანზე მთავრდება ყველაფერი. ხელოვანი და ძალოვანი. ხელოვანი და ძალოვანი. ძალოვანს აქვს იმის უფლება, რომ პისტოლეტი ატაროს. ჩვენს გქონდეს იმის უფლება, რომ ეს ალბათ არ არის დასაბუთებული არგუმენტი ამისთვის გაგაჭიხლადეს მოусმინოთ. მაგრამ ერთიც მინდა გითხრათ, ყველა იგივე მდგომარეობაში იგივე სიმღერას ვერ დაწერს. გასაგებია. ნუ გასინჯავენ, მაინდა-მაინც თუ მოუნდებათ იგივე სიმღერას დაწერს. გასაგებია, ეს არ არის იმისი არგუმენტი და ეს არ არის პროპაგანდა ბუნებრივია. დიდი მადლობა, გაგა გისმენთ. ქუთაისში მოხდა ესეთი ისტორია, სკოლაში ვიყავი მაშინ რა. სადღაც მე-11 კლასელი და ბავშვები რა, ეხლა მოსაწევით რაღაცა დარბიან აქეთ-იქეთ, ეს გურულია, ეს ვანურია რაღაცა და აი გადაცემის მომენტში ერთმა რო უნდა გადაცეს ესეთი პატარა რაღაცა, პატარა ხო ჯიგარი და
ჩაუდო და მუშტით დაიჭირა მილიციამ რა. ეს იყო შევარდნაძის დროს. აიყვანეს ეხა ეს ბავშვი, დაადებინეს ესე მუშტი მაგიდაზე და აბა ეხა გახსენიოს ხალხი შემოიყვანეს, რომ ნახეთო რა. გახსნა ამან და რა არისო და შეჭამა რა, არაფერი რა არისო, გადაყლაპა რა. ეს მილიციის უფროსის წინ ეს წალი ჩამოუსხა, მიაყოლეო, უთხრა და გადაყო ეხა ხელი კიდე ქვემო და 3 ლიტრიანით ამოუღო ეს მოსაწევი და აბიძიაო, რასაც შეჭამეო და განარჩენიო ფაქტია. ძალიან დიდი მადლობა ყველას ამ ცხარე დისკუსიისათვის. მე მინდა კიდევ ერთხელ უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ ამ გადაცემის მიზანი არ არის ზოგადად მარიხუანას პოპულარიზაცია ჩვენ საზოგადოებაში. ამ გადაცემის მიზანი არის საზოგადოებაში არსებული აქტუალური თემის შესახებ საჯარო დისკუსია. საჭიროა თუ არა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია საქართველოში. ეს არის დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი თემა. გადაცემის მესამე ნაწილში ჩვენ ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ წვავე დებატებით. რამდენიმე წუთში ბრუნდებით დროებით. ეს არის ყველაზე ცხელი ток-შოუ მწვავე დებატებით ჩვენ ისევ ეთერს უბრუნდებით მადლობა მათთვის შემოგვერთა ახლა ჩვენ ეთერში ჩაგვერთვება მხატვარი ქალბატონი ეთერ ჭკადოა მოგესალმებით ქალბატონო ეთერ ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში გადაცემის ორი ნაწილია მიმდინარეობს სტუდიაში ძალიან მწვავე დისკუსია თემაზე საჭიროა თუ არა საქართველოში მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ანუ როდესაც ადამიანი მოიხმარს მსუბუქ ნარკოტიკს ის არ ხდება სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი გვაინტერესებს თქვენი პოზიცია დიახ, მე ვფიქრობ, რომ საჭიროა და აუცილებელი დეკრიმინალიზაცია. მე ვფიქრობ, რომ არავითარ შემთხვევაში მომხმარებელი არ უნდა იყოს არც სისხლის სამართლის კოდექსით, არც ადმინისტრაციული კანონებით, არ უნდა იყოს მისი დაჭერა და მისი როგორც კრიმინალის გამოცხადება, ეს რა თქმა უნდა, ჩემი აზრით აბსურდი არის. მე ვფიქრობ, რომ მარიხუანას მომხმარებელი არც ავამტყოფი არის, არც კრიმინალი. ისევე როგორც ერთ დროს ევროპაში ყავა და ჩაირო შემოვიდა, იყო აკრძალული და ნუ დღეს თქვენ თუნდაც იცით რომ ეს არის აბსურდი. მარიხუანა სხვა დანარჩენი თქვათ სიგარეტთან და ალკოჰოლთან შედარებით უბრალოდ უფრო მავნებელია, არა მავნებელი არის და მის მარიხუანათი არ არის ცნობილი არა სიკვდილი ასე რომ მე ვფიქრობ რომ ნამდვილად კარგი იქნება საქართველოში რომ დეკრიმინალიზაცია მოხდეს და არ კონდეს ხალხს პრობლემა ბევრ შემთხვევაში ხალხს დეპრესია აქვს და ეს არის ბუნებრივი ანტიდეპრესანტი. იმ შემთხვევაში თუ საქართველოში მოხდება მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, საუბარია მარიხუანას მომხმარებლებზე, რეალურად მივიღებთ უარეს შედეგს, ანუ როდესაც არ იქნება ეს ყველაფერი დასჯადი, სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება სურვილი იმისი, რომ მაგალითად დააგემოვნოს ეს, შემდეგ ეს გადავა ჩვევაში და აღმოჩნდება, რომ დადგება შედეგი, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ქვეყანაში მარიხუანას მომხმარებელი. იცით იმ შემთხვევაში როგორც ხდება ხოლმე თქვათ შეიძლება თავიდან მოხდეს ცოტათი ზრდა იმიტომ რომ როგორც ხდება აკრძალული ხილის დაგემოვნება აინტერესებს ხალხს და შემდეგ ეს შემცირდება და შემდეგ გაჩერდება რაღაც რაოდენობაზე ასე რომ თუ თქვათ ვინც შეიძლება ადამიანმა მოიხმაროს და მას არ ესიამოვნოს ან მოხდეს მასში რაღაცა ცვლილება რომელიც მას არ მოსწონს რა თქმა უნდა ის აღარ მოსწევს და ის ადამიანი ვისაც ეს მის ორგანიზმს ძალიან ნორმალურად ძალიან ჩვეულებრივად მოქმედებს მასზე ის შეიძლება მოწიოს და მე მგონი თუ ეს მისი არჩევანი არის ჯობია რომ მოწიოს იმიტომ რომ როცა ადამიანები ვერ შეულობენ მარიხუანას გადადიან ალკოჰოლის მაზზე და რაც მე ნანახი მაგ და რაც ყველა მიცით ალკოჰოლის აგრესია არის საკმაოდ მithume საქართველოში და ყველგან ძალიან დიდი და სახიფათო ამიტომაც თუ ადამიანი ირჩევს რომ თავისი დასვენების მიზნით თუ თავისი დეპრესიის მოსახდენად მოწიოს მარიხუანა მან ეს მისი არჩევანი არის ეს არის მისი ცხოვრების სტილი და
თვითონ უნდა გადაწყვიტოს. ქალბატონო ეთერ, ჩვენთან ერთად სტუდიაში იმყოფება საქართველოში ძალიან ცნობილი ნარკოლოგი ბატონი გელა ლეჟავა. თქვენ რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით, მანამდე კი მინდა ბატონ გელასთან გადავიდე. კითხვით, ქალბატონი ეთერ ჭკადოა, ცნობილი ქართველი მხატვარი. ფიქრობს, რომ რეალურად საქართველოში ალკოგოლიზმი უფრო მეტი პრობლემა არის, ვიდრე თუნდაც ის, რომ მარიხუანა იყოს დეკრიმინალიზირებული. როგორია თქვენი მოსაზრება, ბატონ გელა? დღეს ალკოგოლი საქართველოში ნამდვილად პრობლემა არის და მეტი ვიდრე იყო. მაგრამ ალკოგოლი უფრო ძლიერი პრობლემაა დღეს საქართველოში მარიხუანაზე, იმიტომ რომ ალკოგოლი თავისუფალია და მარიხუანა არა. მარიხუანა რო თავისუფალი იყოს, მარიხუანა უფრო დიდი პრობლემა იქნებოდა მარიხუანაზე მე მძიმე ნარკოტიკებზე გადასვლა. მით უმეტეს რომ მარიხუანა და ალკოგოლი ერთად ასევე ძალიან ხშირად მოიხმარება, რაც კიდევ უფრო მძიმე ეფექტს იძლევა. მე მგონია რომ ჩვენ მარიხუანა კი არ უნდა დავუშვათ, ჩვენ უკვე ვთქვით დეკრიმინალიზაციას აღარ გავიმეორებთ დაჭერის საკითხზე, ხო? მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ ალკოგოლის შეზღუდვა. უნდა დავიწყოთ თამბაქოს შეზღუდვა, როგორც ეს მთელ მსოფლიოში იზღუდება. ეს სხვა საკითხია და მე მგონია რომ ეგრე უნდა იყოს. და არა პირიქით, ესე იგი იმის გამო რომ დავუშვათ ალკოგოლი არ არის შეზღუდვა თამბაქო, მოდი ჰეროინი, მარიხუანა და ასე შემდეგ დავუშვათ. მე პასუხი ასეთი მაქვს და რაც შეეხება მხატვრობასთან და ნარკოტიკთან დაკავშირებით, მე შემიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკო მხატვრობაზე, არ ვიცი ამდენ პროფესიული იქნება. გასაგებია, დიდი მადლობა და ქალბატონო ეთერ, რამდენად დამაჯერებელი იყო თქვენთვის ბატონი გელას არგუმენტები, ანუ ის ფიქრობს, რომ რეალურად თუ მოხდება საქართველოში ამ ყოველფრის დეკრიმინალიზაცია, ანუ საერთოდ ლეგალიზაცია, ეს პირიქით უარეს შედეგს მოიტანს და ის ფიქრობს, რომ ალკოჰოლიც და თუნდაც თამბაქოც უნდა მოექცეს გარკვეულ შეზღუდვის ჩარჩოებში. მიცით, რა თქმა უნდა, ნარკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის აზრი ესეთი იქნება. მე ვარ მხატვარი და ამიტომაც მე თავისუფლად შემიძლია გამოვხატო, გამოთქვა ამაზე აზრი. მისი აზრი რა თქმა უნდა განსხვავებული იქნება. თუმცა დარწმუნებული ვარ, როცა ეს უკვე დეკრიმინალიზირებული იქნება ევროპაში და ამას მიიღებს და მოხდება, ეს ჩვენი ნარკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის ალბათ დათანხმდება ამ ფაქტზე. მიცით, მე სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობდი და მინდა რომ აი თქვათ ჩემი ესეთი გამოცდილები და ჩემი რაც მე იქ ნახე იმითი აი ესეთი რამ მოყვერო თქვა ჯამაიკაში სადაც ძალიან თავისუფლად იშოვება ძალიან იაფიღებს მარიხუანა იქ მე საერთოდ შეიძლება არ გამხსენებოდა რო ყოფილიყო მე ვარ ძალიან მცირე მარიხუანას მომხმარებელი და როცა მინდა რომ მოიხმარო მარიხუანა რო ვიცი რომ იქ არის და მისაწვდომი არის ამაზე ძიები და ამაზე შოვნის ნერვიულობით მე ჩემი მენტალური სივრცე ამით არ იხარჯება და ამიტომაც ხშირად არ ვფიქრობ ამაზე. ჯამაიკაში ხალხი არის რომელიც სიგარეტს არ ეწევა, მაგრამ მარიხუანას ეწევა. ალკოჰოლს არ სვამს და მარიხუანას ეწევა, იმიტომ რომ ეს არის მისი ცხოვრების სტილი. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ შემოგვერთით, ეს იყო ქალბატონი ეთერ ჭკადოა, ის ფიქრობს რომ როდესაც მარიხუანა არ იქნება აკრძალული, შესაბამისად ადამიანებში არ იმოქმედებს აკრძალული ხილის სინდრომი და ნაკლები იქნება თუნდაც კრიმინალი მათში, ვინც ცდილობს რომ იგივე მარიხუანა ან სხვა სახის ნარკოტიკი მოიპოვოს დანაშაულებრივი გზით. თორნიკ გზავას თქვენ. ცნობილია, ზუსტად ესე მეცნიერულადაც ცნობილია და ყველასთვის, რომ სიგარეტის მოწევა პასიური მწეველისთვის ხანდახან უფრო სავალალო შედეგებამდე მიყავს და რატო მაგალითად ესე გული შევტკივა თქვათ იმ დეკრიმინალიზაციაზე ვიღაცას ვისაც შესტკივა რომ არ უნდა იყოს თქვათ და რატო შეიძლება მიაბოლო ყველას თქვათ იმას რომელსაც არ მინდა მაგალითად მე არ ვეწევი და თქვათ რატო შეიძლება რომ სადღაცა შევიდე და ვიღაცა ანუ პრინციპში ხდის პასიურ მწეველად და იწევს ჩემს ევროპაში ახლა საზოგადოებრივი თავშესაყრის ადგილებში მოწევა არის კატეგორიულად აკრძალული. ამდენი ხანი ვიყავი საფრანგეთის ბოლო 2 წელი და ვერ მოწევ ვერსად და თუ გინდა გახვალ მოწევ სადაც გინდა შენთვის რა. დიდი მადლობა. ბატონი სოსო აბესაძე შემოგვერთა სტუდიაში. ბატონი სოსო პირველ რიგში მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე მიდის დებატები სტუდიაში. ძალიან ბევრი ფიქრობს რომ ეს არის მცენარე რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს, თუმცა დასავლეთშიც ეს გამოიყენება როგორც სამკურნალო მეთოდი. ანუ რა შეიძლება ანუ რისი მკურნალობა შეიძლება მარიხუანით? მე გადავხედე ლიტერატურას და იქ აღნიშნულია მრავალი დადებითი ეფექტებიც, რომელიც პრინციპში დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში გამოიყენება კიდეც. იქ სადაც დაშვებულია ამ პრეპარატის გამოყენება, ამ სცენარის გამოყენება. ეს შეიძლება იყოს ტკივილის მართვაში გამოყენებული, კერძოდ ნეიროპათიული ტკივილის შემთხვევაში საკმაოდ
ეფექტურად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ასევე აქვს დადებითი შედეგები გულისრევის შემთხვევაში. კერძოდ ეს პრეპარატები შეიძლება გამოყენებული იქნეს ეგრეთ წოდებულ უკურნებელი სენით დაავადებულ პაციენტებში, როდესაც მათ დახმარება ჭირდებათ, რათა მათი ცხოვრების ხარისხი იყოს ადეკვატური, იყოს შესაბამისი იმისი, რისი მიღწევა შესაძლებელია. არის მოსაზრება, რომ მართლაც ონკოდაავადებების დროს აქვს გარკვეული დადებითი შედეგი მარიხუანას გამოყოჩებელი არა მარტო აი გულისრევის და ბევრი მაგრამ ეხლა მე იმიტომ გეუბნებით ამერიკაში მერილენდის შტატში დაუშვეს სამკურნალო მიზნით მარიხუანას გამოყენება ამა დეკრიმინალიზებას არაფერი საერთო არ აქვს მორფიც გამოიყენება სამკურნალოდ მაგრამ დეკრიმინალიზებული არ არის გასაგებია ხო ეს ორი სხვადასხვა რამეა მაგრამ იქ დაუშვეს ეხლა რატომ მომყავს დაუშვეს სამკურნალო მიზნით რა აღმოჩნდა რომ მერილენდის შტატში 40%-ით გაეზარდა ნარკომანების რიცხვი ერთი წლის განმავლობაში და ეხლა მერილენდის შტატში აგრძელეს მარიხუანას გამოყენება სამკურნალო მიზნით იმიტომ კი არა რომ არ აქვს სამკურნალო ნამდვილად აქვს მაგრამ იმდენი უარყოფითი მოსდევს მას შედეგი ასე შემდეგ გასაგებია დრო დავგარგოთ ამიტომ იძულებული იყვნენ აეგზალათ გასაგებია ძალიან დიდი მადლობა ძალიან ხშირად მაშინ როდესაც საუბრობენ საქართველოში რომ უნდა მოხდეს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ან გარკვეულ ზონებში თუნდაც ეს იყოს დაშვებული როდესაც მაგალითად ჰოლანდიის მსგავსად კაფეში გაიყიდება ასახელებენ მთავარ კრიტერიუმს რომ ამით ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვა საქართველოში რეალურად არის თორე მოთხოვნა მე მინდა ვკითხო ბატონ გუგას რომელიც შემოგვერთა სტუდიაში თქვა ხა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაფის ფლობელი რეალურად ტურისტების მხრიდან როდესაც ჩამოდიან ისინი კითხვა ჩნდება ამის ან მოთხოვნა არის მაგალითად არის თუ არა თქვენთან ეს სერვისი არა შუაში კაფეს ყველა მისის რომ აქ არ არის და ამაზე არ არის ლაპარაკი და არ ამგონია რომ ხა ამის გამო მე როგორც ტურისტებთან ეგრე შეხება არა მაქვს ხა კაფეში არავის არ მოუთხოვე არა კაფეში არ მოუთხოვე არავის ვთქვათ და ეგ არც გაჩენია აზრად როგორც კაფეში თუ სხვაგან ეგ ცნობილია იცით უცხოელი ვინც მოდის არის ეგეთი გიდები არსებობს ყველა მით უმეტეს ინგლისურად სადაც ზუსტად იციან სად არის სად იყიდება ნარკოტიკი იყიდება თუ არა იმ ქვეყანაში სად არის ჰომოსექსუალისტები სად უნდა ნახონ და ტრანსვესტიტები სად უნდა ნახონ ეს გიდებში ყველაფერი წერია ძალიან კარგად დაწვრილებით ის კი არა იმ დონეზე რომ სადაც მაჩვენებელი არ არის იქ ეწერა რომ ადრე როცა არ იყო მაჩვენებლები ვარძიაში ეგეთი ძველი ბაკი ჟანგიანი გდიაო და იქ უნდა გადაუხვევ მარჯვნივ ეს მახსოვს ამიტომ ეს ყველა ინფორმაცია არის მშვენივრად უბრალოდ თუ იქნება ბუნებრივია მეტი ტურისტი ჩამოვა ვინცაც ამის როგორც ჰოლანდიაში ეს არის თქვენი აზრით ადეკვატური რისკი მოდი შეეთიცოთ რა ჰოლანდიაზე თქვენ ალბათ იცით რომ ჰოლანდიაში აიგრძალა უცხოელებზე მარიხუანას მიყიდვა კაფეშოპებში ეგ პირველი იმიტომ რომ ამან გამოიწვია სამმაგი ძალიან მძიმე შედეგი პირველი აღმოჩნდა რომ მთელი ჰოლანდია გაივსო ნარკომანებით მეორე იმიტომ რომ ევროპის ქვეყნებმა უჩივლეს ჰოლანდიას იმის გამო ნარკომანიის ასე ვთქვათ თესველია და მესამე ჰოლანდიაში დღეს დაიწყეს ოჯახებმა სახში ჩუმად მოყვანა სარდაფებში თუმცა ძალიან მდიდარი ქვეყანაა ხო სარდაფებში ნარკოტიკის მოყვანა კანაფის რომ გაყიდონ იქამდე რომ ჰოლანდიის მთავრობა უგზავნის სუნს პოსტით რომ იცოდნენ მეზობლებმა ასეთი სუნი თუ არის ესე იგი ის მეზობელი მარიხუანა მოყავს რომ შეებრძოლონ მაგას აი ეხ რა შეიძლება თუ გნებათ კიდე ბევრი შემიძლია ნიდერლანდებზე გელაპარაკოთ ძალიან დიდი ანუ რეალურად არსებობს მაგალითად როდესაც სასწორზე დადებ ანუ საჭიროა თუ არა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღება ერთი და მეორე ღირს თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღება იმისთვის რომ ტურისტები მოიზიდოს თქვენი აზრით ღირს ამ გადაწყვეტილების მიღება თუნდაც ქვეყანაში იმისთვის რომ მოიზიდოს ტურისტები ანუ ის მიღებული შემოსავალი ადეკვატური იქნება იმ ზარალის რომელსაც მიიღებს მე ეკონომიკური ეგ საკითხები არ მესმის და ამას ვერ გადავწყვიტავ და გაყიდვაზეც არ არის ლაპარაკი ჰოლანდიამ უარი თქვა და საქართველოში დავიწყო არა ჰოლანდიამ უარი თქვა ეხა ეს არ ვიცი ნუ შევეჯიბრებით ჰოლანდიაში იმიტომ ვერაფერში ვერ შევეძიბრებით. სხვა რაღაცეებია კიდე და მით უმეტეს საოცარი ქვეყანა. მით უმეტეს. ბევრად ჩვენზე შრომის მოყვარე და ასე შემდეგ. ამიტომ ეგ არ არის თემა. მე მგონია რომ უბრალოდ არ მინდა ისიც გამოვიდეს ქალბატონმა თქვა რომ თუ კი რაღაც აგიტაციასავით, ამიტომ ამაზე არ ვილაპარაკ. მე მომხრე ვარ რომ ამაზე არ დასაჯო ხალხი საქართველოში.
და არჩევანი შედეგი დადგება თქვენი აზრით? აი შედეგი დადგება, იცით რა, მე ერთი რამე და ბატონი გელაც იძახდა აქ სუხდება შედარებები, რომ როგორც კი იქ სადღაც დაუშვეს თქვა კურნალობა, მაგითი იმატა. ბუნებრივია, როცა არის აკრძალული, ის არ არის, როგორც კი უშვებ, ახლა ისეთ სასმელსაც თუ აგრძალოთ, ნაკლები იქნება. და ასეთი აკრძალვები ცოტა ხნის წინ ნახეთ, აგერ კორეაში ყველაფერი აკრძალულია და რა კადრები იყო. ხო, ახლა ეგ რა ქვეყანას ვაშენებთ და რამდენად დემოკრატიას. ანუ ის რომ რაღაცა მოყვება და ვიღაცა დაიღუპება და გადაყვება, ეს ისედაც ხდება და სასმელისგანაც ხდება და ამიტომ გონია რომ უბრალოდ ამის გამო დასჯა არ მიმაჩნია მე არანაირ შემთხვევაში სწორად. შეზღუდვა იცით როგორ კი ალბათ რესტორანში არა გარეთ გავიდეთ როგორც სიგარეტზე და რომ არ შევაწუხოთ გვერდზე ჯდომი ან შეზღუდვაზე ვისაუბროთ კი ბატონო რა ტიპის შეზღუდვაზეა ლაპარაკი ხო? აქ თავდაპირველად ალბათ უნდა გავმიჯნოთ ორი მთავარი ცნება. მე ისიც არ ვიცი, შეიძლება გაყიდვაც, აი მე არ ვიცი. და ზოგადად ლეგალიზაცია. ეს არის ორი განსხვავებული მომენტი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დეკრიმინალიზაციაზე, ეს თავისუფლად არ გაიყიდება ქვეყანაში. მე პირადად მომხრე ვარ ლეგალიზაციის, მაგრამ ისე ვიძახ, ეს ჩემი აზრია. ღირს ამ რისკის გაღება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მე ყველაზე ნაკლებ ღირს რისკიან საქმეთ მიმაჩნია. ვიხოს რომ აგიტაცია არ მაგრამ რეკლამა მაგალითად რაც აგიტაციაა, კეთდება არყის, კეთდება კაზინოსი, კეთდება. აი ეს ბევრად დამღუპელი მიმაჩნია. იმიტომ რომ მე კაზინოში ერთი ბედნიერი სახე არ მინახია, იქიდან ის გამოდის 1-2 კაცის გარდა პროცენტულად ალბათ. თუმცა ეს დაიშვება და ხალხი რა დღეში ვარდება ცნობილია და არყის რეკლამა მაგალითად კიდე ისე რომელიც კი ახლა აი არაფერს არ ნიშნავს რომ აწერია რომ ჯანმრთელობის სამინისტრო გატყობინებთ რომ გასაგებია მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ თუნდაც ლეგალიზაციის ან დეკრიმინალიზაციის უკეთესი შედეგი დადგება. ძალიან დიდი მადლობა. რეალურად როდესაც საუბრობთ ახლა არსებულ სიტუაციაზე ეს სცენარი 3000 წლის წინ გამოჩნდა პირველად ისტორიულ წყაროებში ასე გვხვდება ყოველ შემთხვევაში და ბოლო 100 წელია ჩვენ ახლა ვებრძვით იმას რომ ამ სცენარის წინააღმდეგ იყოს კამპანია ის რომ მოხმარება არ მოხდეს ამ ყოველფრის თავისუფლად თუმცა ისტორიულ წყაროებში ალბათ ძალიან ხშირად გვხვდება სცენარი მათ შორის 32-ჯერ ახსენა დიდოსტატის მარჯვენაში თუ არ ვცდები კონსტანტინე გამსახურდიამ როდესაც საუბრობდა ამის შესახებ. კი ბატონო დიდოსტატის მარჯვენაში ნამდვილად არის თრიაქთან დაკავშირებით ბევრი ინციდენტი, მაგრამ საქმე რა შეეცით თრიაქი და საერთოდ ნარკოტიკული საშუალებები საქართველოს ძირითადად აღმოსავლური გავლენის შედეგად კვიდრდება. ანუ ეს არ არის ასე ვთქვათ ძირეულად ისეთივე ტრადიციული საშუალება ვთქვათ როგორც ალკოჰოლი. აი თუნდაც ამის გამოც უნდა მოხდეს გამიჯვნა და ერთგვარად შეფასება საქართველოში ვთქვათ ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულება და ნარკოტიკული საშუალებების მიმართ დამოკიდებულება არაა სწორი. გადაცემის თავში იყო საუბარი იმაზე, რომ კლიმატური და ვთქვათ გეოგრაფიული ზონალურობის მიხედვით არის ქვეყნები, სადაც უფრო მეტად მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს, არის ქვეყნები, სადაც უფრო მეტად მოიხმარენ ალკოჰოლს, ვთქვათ მძიმე ალკოჰოლს, საშუალო ალკოჰოლს და საქართველოს ამ თვალსაზრისით სწორედ უნდა რადგან ის თბილი კლიმატის ქვეყანა და არა ცხელიან მელეთ შუა ზღვის კულტურის ქვეყანა ვართ რა. და თავისთავად ცხადია, ეს ღვინის კულტურის ქვეყანაა და რაც შეეხება ნარკოტიკულ საშუალებებს, კერძოდ კანაფს, ან როგორც მიღებულია ოფიციალური საერთაშორისო სახელწოდება მარიხუანას, მისი ქართულ წყაროებში, ისტორიულ წყაროებში, რასაც ქვია, რამდენიმე შემთხვევა მისი მოხსენიებისა, კერძოდ ეს არის დაკავშირებული აი კონკრეტულად ქართლის ცხოვრებაში მხოლოდ 2 ადგილას გვხვდება ესეთი ინფორმაცია. ერთი დაკავშირებულია ქართლის მეფე სვიმონთან, რომელიც აქვე ხაზგაუსვამ რომ ის 9 წლის განმავლობაში იმყოფებოდა დატყვევებული იყო ირანელთა მიერ ალამუთის ციხეში და სწორედ თვითონ მემატიანიც აღნიშნავს რომ იქ მიეჩვია ის თრიაქის მოწევას. და როდესაც დაბრუნდა და უკვე ბრძოლას იწყებს ქართლის განთავისუფლების იყო არის ესეთი შემთხვევა, როდესაც გორის ციხეზე ალყა და მან და ის თრიაქით იყო გაბრუებული და იმ მომენტში თავის მებრძოლებს მოსთხოვა მოუნდა მწვანილი. გასაგებია ხო ესე იგი თრიაქის ზემოქმედების ქვეშ მან უცებ რაღაც აკვიეტებული ის და ამის გამო ფაქტობრივად ჩაახოცინა ქართველთა საკმაოდ სერიოზული რაზმი. ძალიან დიდი მადლობა. ბატონი ლევან ჩოლოყაშვილი შემოგვერთა სტუდიაში. ბატონო გადაცემის ორი ნაწილია და მესამეც მინდის ძალიან მწვავე დისკუსია ამ თემაზე. ბევრს გააჩნია საკუთარი არგუმენტი, რომ ის არ არის მავნებელი, რეალურად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი ბევრად უფრო აგრესიულია, ვიდრე ადამიანი, რომელიც არის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ. როგორია
კრიტიკოსების დასკვნა ამ თემაზე, მინდა მაყურებელს განვმარტოთ პირველ რიგში და გრძელვადიანი მოხმარება რა შედეგამდე მიყავს გრძელვადიან მოხმარებას ადამიანი. მე ვთქვი რომ მაგალითად ის რომ პირველივე მოხმარების შედეგად რომ მიიღო დიდი დარტყმა შენ ჯანმრთელობა რომ აზიანო 2 კილოგრამამდე მარიხუანა უნდა მიიღო. მართალი ბრძანდებით. თუ უფლებას მომცემთ, ცოტა შორიდან დავიწყებ, აი ბატონმა რო ბრძანა ისტორიის მომენტიდან, არავის არ უთქვამს აქამდე რატომ აიგრძალა ეს საშუალება მარიხუანა, იგივე კანაბისი. მოგეხსენებათ, კანაფი საქართველოსთან ძალიან დიდი ხანია, ძალიან საინტერესოდ ისაუბრეს. და ასევე შეერთებულ შტატებშიც გამოიყენებოდა მასზე არის სხვა შორის კანაფისგან დამზადებულ ფურცელზე ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია დაბეჭდილი. და არაერთი ბიბლია კიდე ასევე დაბეჭდილი. მოხდა კონფლიქტი იმ მანუფაქტურების მფლობელებს შორის, ვინც მერქნიდან აწარმოებდა ქაღალდს და ის, რომელიც უკეთეს ხარისხს და უფრო იაფად აწარმოებდა კანაფიდან. და ამის შედეგად მოხდა მათი ლობირების შედეგად აიგრძალა და არა იმიტომ, რომ ის მავნებელია. ეს პატარა ისტორიული გადახვევა. რაც შეეხება მის გამოყენებას, ის რომ ბევრად ნაკლებად მავნეა ვიდრე ალკოჰოლი, ეს არის დამტკიცებული არაერთი საშუალებით, მიუხედავად ამის ალკოჰოლი აკრძალული არ არის და აქ ითქვა რომ აღვრძალოთ ალკოჰოლის და სიგარეტიც. ეხლა ველოსიპედის გამოგონებას ხო არ დავიწყებთ რა, ეს ყველაფერი გაიარა მთელმა ქვეყნებმა, მათ შორის ფინეთში იყო შეერთებული უნდა უძალოთ. არა, შეიზღუდოს უნდა რაღაცნაირად, ხო, შეზღუდო არის აკრძალვის რაღაც პატარა ფორმა, ეხლა შევზღუდა ალკოჰოლის ცდელობა საბჭოთა კავშირში იყო. ეს თქვენ გახსოვთ ალბათ, ლიგაჩოვი ლობირებდა ამას, როგორ შეზღუდეს და მე რა კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა განსაკუთრებით საქართველოს, ხა რუსეთს რა დაემართა სხვა თემა. ამდენად ამის შეზღუდვით, სადაც მით უმეტეს ზღვარს ვერ გავავლებთ, სად არის შეზღუდვა და სად არის აკრძალვა, კარგს არაფერს მოგვიტანს. ალკოჰოლი ბევრად უფრო საზიანოა. ალკოჰოლი და ნარკოტიკებით გარდაცვლილთა ერთ-ერთი წლის დაახლოებით 2003-2005 წლებში იყო. მთელი წლის მონაცემები იქნა შესწავლილი, სადაც 20,680-მდე ადამიანი იყო გარდაცვლილი. და მათ შორის 0 იყო, არც ერთი არ იყო გარდაცვლილი მარიხუანას მოხმარება. გასაგებია, თუმცა მთელს მსოფლიოში არის ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული. მარიხუანა არის ეს აკრძალული, თუმცა ალკოჰოლი და თამბაქო არის დაშვებული. თუ არსებობს ასეთი კვლევები, თუ არსებობს ასეთი მოსაზრებები, მაშინ რეალურად მთელი მსოფლიოს გაეროს 200-მდე წევრი სახელმწიფო რატომ იდის ამ გადაწყვეტილებაზე? ერთადერთი არის სამე ფაქტი, ნებისმიერი აკრძალვა, ნებისმიერი შეზღუდვა. ეს იქნება ალკოჰოლზე, ეს იქნება მშრალი კანონი. ეს იქნება ფინეთში, შეერთებულ შტატებში, ძლიერდება კონტრაბანდა, ძლიერდება შემოსავალი. აკრძალული ხილი ყოველთვის არის უფრო ტკბილი. თუმცა რისკები დაშვების შემთხვევაში არის ძალიან მაღალი. ადამიდან არა, ვაშლის ფენომენი არა, ეხლა ზოგი ამბობს, რომ კიდევ კარგი დაარღვია, თორე რომ არა კაცობრიობა არ იქნებოდა, ზოგი პირ რატო დაარღვია ღვთისნება, ასე შემდეგ. ამაზე შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ ფაქტია, რომ დაარღვია, იმიტომ რომ ის იყო რაღაცნაირად მიმზიდველი. ეს სულ იქნება. რაც უფრო აღვრძალავთ და რაც უფრო მარწუხებში მოვაქცევთ, გარდა იმ კურიოზებისა, რომ რამოდენიმე მოზარდი წავიდა სოფელში, სადღაც მინდორში დაკრიფა, მოდიოდა და იმათ შეეფარდება ჯგუფური დანაშაული, გასაღება, რაღაცა რაოდენობაში ჩაჯდება რაღაც ჩარჩოებში და ძალიან სერიოზულ სასჯელზე იქნებიან წარდგენილი და ციხეში მოიხდიან ვადას. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ერთგვარი რეზუმე რომ გავაკეთოთ, მე მინდა იურის მისცა სიტყვა, ძალიან მწვავე დისკუსიას უსმენთ მთელი ამ ხნის განმავლობაში. ყველამ წარმოადგინა თავისი არგუმენტები. რეალურად რა სჭირდება ახლა საქართველოს? ფაქტი რომ კანონმდებლობაში ცვლილებები საჭიროა, ეს პარლამენტში არის უკვე ინიცირებული. რა ცვლილებები უნდა შევიდეს იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს? იურისპრუდენციაში არსებობს როგორც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ასევე არის ადმინისტრაციული სახდელის დადების საფუძვლები. ანუ ესენი ერთმანეთისგან აშკარად და აბსოლუტურად განსხვავდებიან. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დღეს კონკრეტულ იგივე მარიხუანასთან დაკავშირებით არსებობს. მაგრამ დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში ეს შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელის დადების საფუძველი იყოს. იგივე ჯარიმა. ეს ალბათ არის ძალიან რთული თემა სასაუბროდ, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ ადამიანი მაგალითად ჯარიმდება თანხით და ეს თანხა ჯარიმა არის ძალიან მაღალი, შეიძლება ის გახდეს იძულებული იმის გამო, რომ ეს ჯარიმა გადაიხადოს, წავიდეს და ჩაიდენოს კრიმინალი, რომელიცაც მოიპოვებს ამ თანხას. თუ ეს ყველაფერი არ იქნება დასჯადი, მაშინ რეალურად მივიღებთ სიტუაციას, რომ მარიხუანას მომხმარებელთა რიცხვი ქვეყანაში გაიზრდება და საქმე გვექნება დაკარგულ თაობასთან. ანუ ერთი წლის გარშემო ბრუნავთ, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს. აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ რეალურად შუალედი, რაღაც ოქრო შუალედი დღეს მდგომარეობით, რაღაც შეჯერება რომ გაკეთდეს, შესაძლებელია ვთქვათ, რომ ფაქტი ის რომ თავდებით ყველა, რომ
პასუხისმგებლობას ეს სამართლებრივი ეს არის ყველაზე ძალიან მძიმე საშენ. ძალიან დიდი მადლობა. მიხარია რომ ამ ძალიან მწვავე დისკუსიის შემდეგ ამ სტუდიაში გარკვეულწილად მოხდა ერთი აზრის ფორმირება, რომ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი, ბუნებრივი არა ყველა შემთხვევაში, არამედ თუნდაც პირველ ეტაპზე. ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც სტუდიაში შემოგვერდნენ და ჩვენთან ერთად მიიღეს ამ მწვავე დისკუსიაში მონაწილეობა. ჩვენი მიზანი არ არის მარიხუანას ან დეკრიმინალიზაციის ან ლეგალიზაციის პოპულარიზაცია. ეს არის ყველაზე ცხელი ток-შოუ. ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებაში აქტიური თემები გამოვიტანოთ საჯაროზე. დღევანდელმა მწვავე დისკუსიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ თემაზე საზოგადოებაში მსჯელობის გაგრძელება საჭირო არის. იმ შემთხვევაში თუ იქნება ინიციირება, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ცხელი სტუდია კიდევ ერთხელ დავთმოთ ამ თემისთვის. მადლობა, ვინც დღეს პარასკევს საღამოს ჩვენთან ერთად გაატარა და დღევანდელ ეთერს ჩვენთან ერთად ადევნა თვალი. მე კი ამით გემშვიდობებით ნახვამდის.